საქართველოს პირველი არხი და ნოვა პროდაქშენი წარმოგიდგენთ მასტერშეფი ფინალის საბედისწერო საჩუქარი ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობა და COVID-19-ის გამო გადადებული ფინალი საფინალო დავალება რა თქმა უნდა არ იცვლება და ჩვენ ვიქნებით ისეთი მკაცრები როგორც არასდროს. იმიტომ მეორეც დაგაქვთ უკვე და მაგიტომ. მეორე შანსი უფრო დიდ მოლოდინს ქმნის. თქვენ დღეს არ გექნებათ არავითარი შეზღუდვა გარდა დროისა. თანაბარი პირობები ძლიერ კონკურენციას. დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ 3 კერძისგან შემდგარი ფინალური სეტი. ორკვირიანი პაუზის შემდეგ ყველაზე დაძაბული სეზონის ყველაზე დაძაბული ფინალი მოემზადეთ მასტერშეფის ფინალი და მეორე იწყება. დიტრიხა, ნინო, იოსი. ქვეყნის 3 რჩეული მზარეული და 3 კერძისგან შექმნილი იდეალური სეტი. მასტერშეფის დიდ სამზარეულოში ტრიუმფატორის გამოვლენის დროა. და დადგა დრო დავასახელოთ ამ სეზონის მასტერშეფის ტიტულის მფლობელი. მოემზადეთ 3, 2, 1. სამზომი ჩაირთო. მივეგებოთ მასტერშეფის ჟიურის შეფ კონსტანტინე თედელური. შეფ ლევან კობიაშვილი. შეფ ლუკა ნაჭყებია. მოგესალმებით ყველას, დადგა დრო მივესალმოთ ფინალისტებს. იოსი კაკიაშვილი ფინალში ვარ, მოვიდა ნანატი დღე, მე დამსახურებულა ვარ ფინალში უკვე მეორედ. ნინო არჩანიძე შემოვიდიო მასტერშეფის სამზარეულოში და მე ისევ ფინალში ვარ. დიახ. დიმიტრი შარაშიძე პამ პარამ 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 პამ 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 პამ. გამარჯობა. მე უკვე მასტერშეფის ფინალში მეორეჯერ ვარ. ეს იცით რა არის? ეს ჩემი კიტელია. მე ვარ პროფესიონალი შეფის კიტელით, დიტრიხ. მაგრა გიხდება. იმდენი ვიბრძოლე და იმდენი შევძელი, რომ მე დღეს დიტრიხასთან და იმასთან ერთად ვარ ფინალში. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემ კიტელს და არა წინ საფარს აწერია დღეს ჩემი სახელი. ნინო დიტრიხ იოსი გამარჯობა თქვენ ჯერ კიდევ ფინალში ხართ მეორე ფინალში ასეთი რთული ფინალი მასტერშეფს ჯერ არასოდეს არ ქონია ბევრი მონაწილე ოცნებობს ერთხელ მაინც მოხდეს მასტერშეფის ფინალში თქვენ გილოცავთ უკვე მეორედ მოახერხეთ აქ აღმოჩენა სასიხარულოა რომ ინციდენტის გამო შეწყვეტილი ფინალი დღეს ისევ განახლდა და რა თქმა უნდა სრული შემადგენლობით. და განსაკუთრებით ნინო, თქვენი ყოფნა გვიხარია სრულიად ჯანმრთელი და ცოტაოდენ დაზიანებებით რომ დაგვიგდო. დადგა ნანატრი ფინალის დღე უკვე მეორედ 8 თითითა და სამსეგულით. ამ პატარა ინციდენტმა და მსოფლიო პანდემიამ თავისთავი ჩვენ მასტერშეფის სამზარეულოში შეგვახსენა. და საბედნიეროდ ყველაფერი უკან მოვიტოვეთ. იმედია ის დანებით დიტრიხ. დიტრიხ აღარაფერი აღარ მაჩვენე ძალიან ხო აღარ მითხრე. არგინა მოიცგენე ერთი. მასტერშეფის ფინალი და მეორე. იმედია მესამე არ იქნება, ხო? ნახოთ. მაგრამ ვარ მზად ვარ ფინალისტვის, ვარ საუკეთესო სამეული და აბა ჩვენ ვიცით, მეგობრებო, აბა თქვენ ვიცით. მზად ხართ ფინალისტი მაგრამ ვარ შე. მაგრამ მე ერთადერთი გოგო ფინალისტი ამ შემთხვევაში, მზად ვარ ბრძოლისთვის და მზად ვარ გამარჯვებისთვის. საფინალო დავალება რა თქმა უნდა არ იცვლება
დღეს თქვენ უნდა მოამზადოთ 3 კერძისგან შემდგარი ფინალური სეტი. პირველი დავიწყებთ მადის აღძვრელისგან, შემდეგი მთავარი კერძი და ბოლოს დესერტი, რა თქმა უნდა. თქვენ დღეს არ გექნებათ არავითარი შეზღუდვა გარდა დროისა. სამივეს მიერ მომზადებულ კერძს ჩვენ გავსინჯავთ, ნახავთ, შევაფასებთ, გავაგემოვნებთ და გამოვიდანთ შემდგომ ვერდიქტს. გავითვალისწინებთ თუ რა, როგორ არის გადაბმული თითოეული კერძი შემდგომთან და როგორ არის შეკრული მთლიანი სეტი. იმედია უკვე ერთხელ გამოვული ფსიქოლოგიური სტრესი დაგეხმარებათ იმაში, რომ მეორედ არ ჩავარდეთ ამ მდგომარეობაში. ეხლა დრო მოდის მადის აღმძვრელის და თქვენ ამისთვის გაქვთ ზუსტად 1 საათი. ისევ დეჟავუ. და ჩვენ ვიქნებით ისეთი მკაცრები, როგორც არასდროს. იმიტომ რომ მეორეც დაგაქვთ უკვე და მაგიტომ. მეტი დრო რო გეფიქრათ, მეტი დრო რო შეცდომი გაგენელებინათ და მოვედებით, რომ პირველი კერძი იქნება უნაკლო. მაშ ასე მოემზადეთ დრო ჩაირთო. დრო ჩაირთო, მივდივარ MasterChef-ის სამზარეულოში, რომ მოვიპოვო ყველა ინგრედიენტი, რომ დავიწყოთ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი აპეტაიზერის მომზადება. ფინალიც და მეორე ვამზადებთ ჩემ აპეტაიზერს. ჩემი აპეტაიზერი შედგება მჟავე ფრინავი ხალი ჩაავლის, იქნება ყველის გუდა, იქნება მარცვლეულის ფარი და იქნება კინზის ყვავილის ტყე. ჩემი კონცეფცია არის შინაგანი სამყაროს გახსნა და ალტერ ეგოს დამარცხება. შეფებისთვის ჩემი შინაგანი სამყაროს კარი უკვე ღია და ვაპირებ რომ შემოვიპატიჟო და ვაჩვენო თუ ვინ ვარ მე, რა შემიძლია და რა ხდება ჩემს სამყაროში. ხოლო ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება პატარა სკეჩი. აქ ჩანს ჩემი გავლილი გზა კასტინგიდან ფინალამდე, ხოლო ჩემი სტარტერი შედგება იმ ინსტრუმენტებისგან, რაც საჭირო იყო ამ მოგზაურობაში. თქმა უნდა, უფრო დიდი შემართებით ვარ და მივხვდი, რომ ნერვიულობა კარგი არაფერი მომიტანა, ასე რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიმუშაო დღეს. ჩემი კონცეფცია არის ისევ და ისევ ბათუმი არ ვცვლი კონცეფციას. ქალაქი სადაც დავიბადე, გავიზარდე. მექნება სიბრიმის ტარტარი, ანანასის ცხარე კრემთან და ბარდის პიურესთან ერთად, ლაიმის ფოთლების და სქინძის соусთან. ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, რადგან მეტი დრო გქონდა იმისთვის, რომ კარგად მომზადებულიყავით. არ გვეპატიება შესაძლებელი, ამიტომ იმედია ყველაფერი ისე გამოვა, როგორც გვინდა რომ იყოს. ისევ ფინალში ვარ. ისევ იდეალური სეტი მაქვს მოსამზადებელი და ისევ ყველაფერს ვიზავ იმისათვის, რომ მე გავიმარჯო და დავამტკიცო, რომ მე ვარ ღირსეული MasterChef-ის მეხუთე სეზონის გამარჯვებული. ვაკეთებ ქართულ ებრაულ ვახშამს, პარასკევის ვახშამს და ჩემი აპეტაიზერი იქნება თევზის, ვინაიდან ჩვენ ვახშამს ყოველთვის თევზით ვიწყებთ პარასკევს. გამოვაცხობ პურს, რომელიც იქნება პიტის სტილში. ასევე გავაკეთებ მანგოს და ჯინჯერის სფეროებს, გავაკეთებ ბროწეულის ცხარე соуს და რაც თავარია, ბებიაჩემის რეცეპტით გაკეთებული თევზის სატენი, რომელიც არის ნიგვზით, კვაწარახით, ქინძით, ნიორით. ყველაფერი ჩემი აწყობილი იქნება, თებშების კი ჩემი თავაწყე. ჩემი დაწურული ღვინო მოვიტანე, იმიტომ რომ პარასკევს ჩვენ ყოველთვის ვიყენებ ჩვენ დაწურულ ღვინოს. ფინალია, დანებებას არ ვაპირებ. ჩემი აპეტაიზერი იქნება იდეალური. ვიწყებ ალუბლის მჟავე ხალიჩით. უკვე 10 წუთია გასული და ძალიან ვღელავ, მეგობრებო. იმიტომ რომ აუცილებლად უნდა მოესწროს დაჟელევება ჩემამასამ და მიიღოს ის ფორმა, რომელიც მე მჭირდება. გავიგე მაცივსკენ, რათა ჩამოვასხა ფორმებში და გავაგრძელო სხვა სეგმენტების მომზადება. ურევ თხილს ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს. კრახის შემთხვევაში მომიწევს მთლიანი სერვირების შეცვლა. ისევ ხახვის ტყის დროს მოხვედი? შემოსხურება. დღეს უფრო წორი ნაჭერი. არა, უფრო მსხვილი. გრავი, შემართებით ვარ, რა თქმა უნდა. არ ვიცვლი აზრს, იმიტომ რომ მგონია რომ იდეალური სეტი მაქვს მოფიქრებული. მადის აღძვრელის კარგი მაქვს. ვაიმე, როგორი მადლობა, რომ გულში გვერდში მიდგა ხარ და წეს არ მიღადავები. აი.
ეს მინდოდა, მეტი კი არაფერი. ჩემი ბექა ისევ აქ არის, გვერდში მყავს, მამხნევებს, ძალიან მაძლიერებს. შენი მჯერა იყოს ხო იცი და შენ კენ ვარ და რამე არ მიქარო. გეგოში დავიტესტებ, დღეს ეს დავიტესტებ. ისეთ შემართებით ვარ, რომ მგონია, რომ დღეს MasterChef-ის ჯილდოს მე ავიღებ, ამ ახალ და ლამაზ ჯილდოს და ჩემ ახალ და ლამაზ სახში დავდებ და მე და ბექა ვიგულავებთ ხოლმე იმ სახში. მე მგონი სამივე მონაწილე დარჩა იმ პირველ კერძზე, რომელიც პირველ ფინალში ჰქონდათ შეჯერებული. დარჩა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უფრო დახვეწილი იქნება. იმედი ის რჩევებიც თავიდან მოესწროთ და გაიგეს, მაგრამ გაითვალისწინებენ. იმედია დიტრიხას გუდაც გამოუვა. ხო. ვიწყებთ ყველის თავის მზადებას, რომელიც შედგება ნადუღი, გაწორული მაწონი, კრემყოლისგან, ომბალოდან ივრისგან, რა თქმა უნდა, მარილი არ უნდა დაგვავიწყდეს ამ არეულობაში. ამასობაში დრო არის 15 წუთი გასული. როგორც ყოველთვის დრო, ისევ არ გვექცევა მაინც და მაინც საუკეთესოდ. ეს არის ქადაიფი, რომელიც იქნება ჩემი კერძისთვის ინსპირირებული ბუდე, რომელშიც იქნება კვერცხის გული. კარაქს გადაუსვა, რომ კარგად დაიბრაწოს და გამოვაცხობ დაახლოებით 170 გრადუსზე გაოქროს სფერებამდე. ნერვიულობ, რადგან მინდა რომ კარგი გამოვიდეს ჩემი აპეტაიზერი და არ მინდა შევხვდე ისევ წინააღმდეგობებს, როგორც აქამდე. აქ არის დაბლენდერებული ანანასი, რომელსაც ახლა გავწურავ, რომ მივიღო სუფთა მასა. შემდეგ გადაურევ ათქვეყნ კვერცხის გულს და შაქარს და ბოლოს შევაზავებ ფსტით და ობასკოთ. დრო სწრაფად გადის ისე, რა თქმა უნდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩავეტევი. ეს არის თევზის სატენი. ვიწყებ ხახვის მოშუშვით, შემდეგ დავამატებ კვაწარახის соуს, ნიგოს, ქინძს, ნიორს და უცხოს უნელს. იო, როგორ მიდის საქმეები დე? ნერვიულობ. არა, საერთოდ. მეც არა. რავი, აი სატენი დავადგი. ცომი მოვზილე, შენ ცომის ექსპერტი ხარ, შეგიძლია ნახო. მგონი მზადაა უკვე. შენ არის ნერვიულობ თავი. არა, არ ნერვიულობ, შენ გეგმილად წადი. ეხა კვაწარახს უზავ, ნიგოს უზავ, უცხოს უზავ, ყვითელ ყვავილს უზავ, ქინძს უზავ, ნიორს უზავ. კაი, აბა შენიც, თავარია ხახვი არ მიგეწოს ძალიან. არა. მე შენი მჯერა დე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დედა ჩემი ისეთი კმაყოფილი მიყურებს, რომ აი, დარწმუნებული ვარ, რომ გეგმის მიხედვით მივდივარ. თან იცის, რასაც ვაკეთებ. თვითონ აკეთებს ყველაზე კარგად და თავარია, რომ იამაყოს. თავარი ეგაა ჩემთვის, რომ იამაყოს. იოსი! 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 გადმოვდივარ უკვე მარცვლეულის ფარზე, ურევ ერთმანეთში ციციბურეს ფქვილს, დოლის ფქვილს, თეთრ ფქვილს და სიმინდის ფქვილს. ზელჭრი პატარა ფორმებად, რაღაც არ შვება ეს სხვანაირად უნდა ვქნა. როგორც ვიცი, ინსტრუმენტების ხმარება არ არის, ამიტომ ისევ ხელით უნდა შეუბერო. დავდებ ღუმელში, უნდა ძალიან მაკონტროლო ღუმელი, რათა არ დამეწვას და ყველაფერზე მთავარი არ ვიჩქარო. უღუნთ არ შეწყვე, უღუნთ ყველა სეგმენტი მზად იყოს, იმისათვის რომ შეკრა საერთო სურათი და დღეს ისე ამაყი გახვიდა შეფებთან, როგორც არასდროს. აზოტით ვაკეთებ ლუდის და ლაიმის სორბეს. აუცილებელია რომ სორბე კარგად გაიყინოს, ტექსტურულად უნდა იყოს მყარი და უნდა იყოს კარგად და თანაბრად გაყინული, რაც ძალიან რთულია, ესე ვთქვათ, მოკლე დროში. ეს თუ არ გაიყინა, ფაქტიურად ჩემი ეს აპეტაიზერის მთავარი დეტალი არ მექნება და არ შედგება კარგად. ვამატებ აზოტს და იყინება არათანაბრად, რაც ძალიან არ მაწყობს. გაყინვა უჭირს, რადგან არ უხდება სისწრაფე აზოტს და მე რადგან სწრაფად ვყინავ, უჭირს ახლა გაყინვა. მი როგორ ხარ? კარგად ვშოვო. ძალიან კაი ეს. არა მიშო. იგივე ხო? კი, რაღაც ელემენტარული დეტალები მაქვს შეცვლილი. არა. ვიჩქარო რა ძალიან. არ ნერვიულობ, ცოტა ჩქარო. ერთადერთი გოგო ხარ და დავამტკიცო ხო? ხო. შევეცდები. შევეცდები. იყინება. ისევ და ისევ ვამატებ აზოტს, ვურევ და საბოლოოდ გაიყინა, როგორც იქნა. ჩემი სორბე გაიყინა. ეხლა ვამატებ მანგოს ჩემს სეროფში. ძალიან უხეშად, იმიტომ რომ მაინც უნდა გადავწურო და წვენი გამოვიყენო. აქ რა ჯინჯერს ხარ? ჯინჯერი და მანგო. სეროფი უნდა გავაკეთო, მე სფეროებად უნდა გადავაქცე. შაქარი არ უნდა? არა, სფეროებად უნდა გადავაკეთო. მოტკვა. მე რა სიტყვა ჭირდება?
გავითვალისწინოთ. ცხელი წყალი არის, რა დაიწყე რაღაც ის ქაოსი აღარ არის. კი, მშვიდად ვარ. იმედსადინა. და რა ქვია ამ საბოლოო კერძს? ეს არის თევზის სატენში. ამას ქვია სატენი თვითონ. თევზის სატენში. სატენი არის, აი რაღაცაში რომ შეტენო. კი, მე ტენი ამას აბერაში ტენი. ყურში. კი. იმედია მოვასწრებ თევზის დამუშავებას. უნდა დავამუშავო იდეალურად, გავასუფთავო ძვლებისგან და ვიყენებ ერთ ხელს და რაღაც ჩვეულებრივ დანას და არა დიდრიხას დანას. ეს ხელი შორს, აქ ესე იმუშავე. არა, თხილად ვარ მაქსიმალურად, კი. არა, ხო წინაზე თხილად იყავი. წინაზე არ ვიყავებ თხილად. წინაზე ძალიან მჩქარობდი და მინდა გითხრა გილოცა რომ ის კი რომ ფინალში საერთოდ დაგეჭირლობა არავის არ ქონია მასტერშეფის ისტორიაში საქართველოში. სევიჩეა? ტარტარი არის სიბრიმი. ტარტარია? აი სიბრიმის ტარტარი როგორ ჯდება? ნინო ვაშენიძის პიროვნებაში და კონცეფციაში. აუცილებლად ჯდება. ჯდება, იმიტომ რომ რადგან ბათუმელი ვარ, კონცეფცია არის ბათუმი. იმ ქალაქსაც დავიბადე გავიზარდე, მაქვს აპეტაიზერს ვიწყებ ზღვიდან. ლაიმებში კი ლაიმის და ლუდის სორბები ექნება. ანანასის ცხარე კრემი და ბარდის პიურე იქნება. ქადაებში გამომცხვარი კვერცხისგული იქნება. გამომცხვარი ქადაებში მოთავსებული კვერცხისგული ტარტარისთვის და ლაიმის ფოთლის და ხინძის соуსი ტარტარისთვის. აი, ნინო. კაი, შეფ. თხილად. კაი. მეგებრებო, გაგახარებთ რომ წინა ტრავმატული მოვლენის დროის ნიშნულს გავცდით. აჰა. ყველაფერი ადგილზეა. იოს რამე ჭრილობა ხო არ გაქვს? ჯერჯერობით არა, შევხედავ თუ რამე. ესე იგი დარჩა 20 წუთი და ყველა კიდური. ვიხარია. გადავდივარ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე და ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არის ყველის ამოყვანა. წინაზე რამაც გვანერვიულა ყველა ერთად. ყველის გეშინია. შეფაღარ ნახოთ აბა იქ პირველი მოცარელას ბრეკეტი დავამატე და ნახოთ წესით აღარ ისაგიბრად რომ ისევ ჭყენტით გეცა და დანებდი და მოცრალად ცადე არ დავნებდე შეფ უბრალოდ მოცრალად დაემართება ხო ის შეიკრება იღებ ფორმას მაგრამ იქნება ელასტიკური გაყვითლდება მაგისტრის მაქვს მასარაშიც უნდა ჩაუყარო და იქ დავტოვო იქამდე სანამ არ დავასერვირებ მიდი დიტრიხ არაფერზე არ ნერვიულო, აუცილებლად გამოგივა ყველაფერი, იმიტომ რომ დღეს შენი დღე უნდა იყოს. ვიღებ ყველს, წელავ დებში თავს, კრავ და იხევა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ყველაფერი წყალში ჩამეყაროს. დიტო არ იჩქარო დიტრიხ, იმიტომ რომ აუცილებლად გამოვა, მთავარია არ იჩქარო. როგორღაც უნდა კონცენტრირდე ყველზე, შიგ თავზე და იდეალურად უნდა შევკრა. ვიღებ კიდევ არ გამოდის. პანიკას დიტრიხ არ აყვე. პანიკას არავითარ შემთხვევაში არ აყვე. და ვიღებ კიდევ ერთს და მიდი რა გთხოვ რა. გამოდის. და შვიდდები, რადგან ერთი გამოვიდა, ყველა გამოვა. დამეწვა ხელები, მაგრამ ვინჩივის ხელებს. თავარია დავალება შესრულდეს კარგი. მართლა ძადავს. დავიწყე ცომის გაბწყელება, მე გადავიდან პერგამენტზე, რკალით ამოვჭრი გვალს და გამოვაცხობ, თან აფუდება. ცომი იდეალურია, მართლაც. მომყვება, ეს ცომი არის, რომელიც აუცილებლად რომ ძალიან კარგი უნდა გამომიდეს, იმიტომ რომ ამაზე ვაწყობ მემთლიან კერძს. შევიდა ჩემი ლამაზები შევიდნენ და ვაცდით ხა. ჩემ აპეტაიზერში უნდა მქონეს ჯინჯერის და მანგოს ხიზილალა. ამაში გვინდა ეხა ჩვენ აგარ-აგარი, რომ გავაკეთო ჩემი ხიზილალები. გიხვეწები, გთხოვ გემუდარები. ძალიან გთხოვ. გამოდი. არ არის. თბილია. ეს უნდა წავიდეს საყინულეში. 15 წუთი მაქვს დარჩენილი, მიმაქვს ზეთი რომ თავიდან გავყინო, იქნება უასწრო და არ ვიცი რა იქნება. ნახეთ ხა. 15 წუთი წესით გამოვასწრებს გაყინვას და ცდი კიდე ერთხელ. თუ არა და ჩემს იდეალურ აპეტაიზერს გავიდან ხიზილალის გარეშე. გამომაქვს ზეთი, უნდა ვცადო მეორეჯერ. ეხა თუ გამოვა, არ გამოდის.
არ გამოდის. მაგრამ არ მაქვს პრობლემა, არა უშავს, რაც არის, არის. აღარ გამოვიდა. ვიღებ ჟელატინს და მაგრა. აჩაღმეცა. არ და პირიქით და აღარ გამოწვდა. მაგრად ვარ დიდრიხი, არაფერზე არ ინერვიული. ვუალა. აი, ჟელატინის სპეციალისტი. ვიღებ პურს, გემოზე იდეალურია, ცოტა ვიჩქარე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ხო სულ სწრაფი ვარ. მე ხო ვერ ვისვენებ, ზუსტად 1 წუთი იყო საჭირო, რომ უფრო ხრაში უნდა გამხდარო. მაგრამ ოკეი რა, ყველაფერი რიგზია. მთავარია რომ ყველა კომპონენტი რისგანაც ჩემი მადის აღმძვრელი უნდა შეკრულიყო, მზად მაქვს. მე მგონი ძალიან სტაბილურად და კარგად მივიდნენ. დასასრულისკენ დიდრიხასაც გუდა გამოუვიდა. იოსმაც თავისი კერძი შეძლების დაგვარად შეძლო და ნინოც დამასადებს თავის ისე არის მე არ მომწონს რომ დიდრიხამ კერძი გამოიყვანა იმის ხარჯზე რომ არა ტექნიკა გაირთუა და მოინდომეთ და გაიმარტივა და უფრო შეტყველი იხმანა რომელიც ნაკლებ შედეგს მიცემს მაგრამ უფრო მარტივი იქნება ერთი რაც მომწონს ის რომ წინაზე რო დაიწყეს ყველა ძალიან დიდი ქაოსი ქონდა და დღეს რაღაც დამოჯერებლად წყნარად დაფიქრები გამოცდილები უკვე ხო რაღაცეები შეცვალეს იქით აქეთ და ასე შემდეგ აი მეორე კერძზე მგონია დაიწყა პანიკა რა თქმა უნდა ეგრე მგონია და დესერტზე დახოცავენ ერთმანეთს დესერტზე დახოცავენ ერთმანეთს თორე და სტარტერიც უკვე მალე დასრულდება ვცდილობ რომ კარგად მოვამზადო რომ შეუნარჩუნო თავისი ყველანაირი არომატი გადაიბ გამოცხვა კვერცხებს დაახლოებით მოვათავსებ 30 წამით ღუმელში რომ კვერცხმა განიცადოს თერმული დამუშავება კარგია ძალიან. გარედან ხრაში უნდა შიგნიდან რბილი. ეს პურები ახლა მე უნდა გავჭრა იდეალურად. ეგ არის. დარჩა 1 წუთი. აზოტში კინძის ყვავილს და ვიწყებ სერვირებას, ყველაფერი მზად არის. 10 9 8 7 6 5 ძალიან მომწონს, რა ვიცი, ამაზე მეტი რავი აღარ უნდა გამეკეთებინა. დიდრიხავა, რა ვიცი. 1 და ხელები მაღლა. სადო შეხ შეგიძლიათ გასინჯოთ ჩემი კერძი რო ამოიწურა მოემზადეთ და გადმოვბრძანდით სადეგუსტაციო ოთახში მაშასე პირველი იქნება იოსი მადის აღმძვრელი მაგიდას მევხსნით წლევანდელ სეზონის ფინალს და სერვირება ძალიან მომწონს და დარწმუნებულია რომ გემოც იდეალური იქნება. დებ სამივე შეფთან იდენტურ და იდეალურ აპეტაიზერს. ვუსხავ ჩემი და ბაბუა ჩემის მიერ დაწურულ ღვინოს. იმდენად ახლოს არის ეს ყველაფერი ჩემთან რომ მგონია რომ წარმატების მომტანი იქნება და თან საკუთარ სახლში ვზნობ თავს. იოსი, მოდი მოგვიყევი შენი კერძის შესახებ, რა კერძია, რა კონცეფციის მატარებელია და ინსპირაცია საიდან. ეს არის ჩემი მადის აღძვრელი. მე ვაკეთებ პარასკევის ვახშამს, ჩვენ ყოველ პარასკევს ვიკრიბებით და ვიწყებთ ღვინის კურთხევით და მოგართით ჩემი და ბაბუა ჩემის დაწურული ღვინო, ებრაული წესით. საფერავი არის და შემდეგ მუხაში გადავაქვს, რომ ოდნავ შებოლილი არომატი კონდეს. მოვამზადე სტარტერი თევზის სატენით, ესე ქვია.
სატენი არის პურში მოთავსებული ნიგვზიანი კვაწარახით, ქინძით და ნივრით. მაქვს გამოყვანილი ორაგული, რომელიც გამოვიყვანე მარილთან, პილპილთან და ლაიმის წვენთან. მაქვს ავოკადოს მუსი, მაქვს კარამელიზირებული კუმკვატი და მაქვს ბროწეულის ცხარე და მჟავე соуსი. ჩვენი პარასკევის ვახშამი ყოველთვის იწყება თევზის კერძით და მაგიტო დავიწყე თევზით. სინჯავენ ჩემ აპეტაიზერს, გავარ, ველოდები პირველ ემოციას, თვალებში უყურებ, სახეზე უყურებ, ყველა მიმიკას ვაკვირდები, რამდენი ხანი ღეჭენ, როგორ ღეჭენ, რა შვებიან, მგონია რომ აქ უფრო დიდი ხანი ვდგავარ, ვიდრე რაც ამ კერძს ვაკეთებდი. საშინაოდ ნერვიულობ, მაგრამ მგონია რომ გემოებში მაქვს აბსოლუტური ბალანსი. იოსი, დავიწყებ იქიდან, რომ პური ძალიან ესეთია. ცოტა უხეშია, ძალიან რთულად იღეჭება, იჭრება, ცოტა სტრუქტურა დარღვეული აქვს. დანარჩენი მინდა გითხრა, რომ соуსი ძალიან გემრიელია. თვითონ შიგთავსიც ის ნიგვზის მოთქბო გემოები, მომჟავო გემოები ძალიან კარგად ზის ერთმანეთში. ორაგულს ცოტა უფრო მეტყობა დროის ამბავში არ იყო ის გამარინადება, ასე ვთქვათ, გამოყვანა. მაგრამ მთლიანობაში მინდა გითხრა, რომ აი ეს მთლიანად გემო როგორც შეკრული ძალიან კარგია მომწონს. მადლობა. ანუ შენთან როგორ ჩანს ნაჭერი დევს და სხვანაირი და ჩემთან ეს ქიმიური ხარშვის პროცესი რაც გაიარა ორაგულმა კარგად არის დამჯდარი. გემოს პროფილი გაქვს სწორი. ანუ გაქვს ბალანსი, არის ის რაღაც ომაჟი ტრადიციული გემოების, რაც გულსართ შეპურში. რეალურად ამ ჩემი სუბიექტური აზრით დაგაღალატა ტექსტურა ამ პურის. პარაშენთანაც ნახავ, ანუ ელასტიურობის მხრივ ნახე? ქუსლის რეზინას გავს. შეხედე? ხო, ჩემ შემთხვევაშიც პური ძალიან არამისაღებადია, იმიტომ რომ ღეჭის დროს რეზინივით ფაქტურა, რომელიც ყელსაც უჭრის, რომ გაჭრას. მე რომ მეგონა რომ იდეალური პური მქონდა, მან გარსი გაიკეთა მორეზინო. არ მგონია რომ ეს ისეთი კრახული შეცდომა იყოს, რომ რაიმე გადაწყვეტილება მიაღებინოს ჩემს მიმართ შეფებს. შიგთავს რაც შეეხება, ჩემთვის ეს შიგთავსიც არადამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ არაჯანსაღი გემო მოდის რა. აი ამ დაბრაწული, ჩახრაკული, დაუმჯდარი ხახვის გემოსი, რომელიც ღმერთის წყალობით აი ამ სიმჟავით ნეიტრალდება, მაგრამ ეს სიმჟავიც იმხელა რაოდენობით არის და არაპროგნოზირებადი, რომ ეხლაც მჟავეა რეცეპტორი. თევზი ჩემთან ნორმალური იყო, ის კუმკვატის შემოსვლაც მომწონს. მადლობა. მადლობა. შეგიძლია დაუბრუნდე შენ ადგილს. მადლობა. არ მაშინებს უარყოფითი კომენტარები, ველოდებოდი, იმიტომ რომ ფინალიად აქ დანდობა არ არის და ეს არის ჩემთვის უფრო დიდი мотиваცია, რომ მე მთავარი კერძი და დესერტი უფრო იდეალური გავაკეთო. შემდეგი მონაწილე არის დიტრიხა. დიტრიხ, თხოვთ თქვენი აპეტაიზერი მაგიდათან. მოვიდა დრო გავდივარ შეფებთან, უყურებ თევზს და ძალიან მომწონს სერვირება. პირველად გამომივიდა ნამდვილი კერძის სეგმენტის სერვირება. ძალიან რთულია სამი იდენტური თევზის აწყობა, სამი განსხვავებული შეფის გემოვნების დასაკმაყოფილებლად. დიტრიხ, მოგვიყევი თქვენი სადილის კონცეფციის შესახებ და რა არის თქვენი პირველი კერძი? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, შეფ. გამარჯობა. ეს არის დამხმარე სკეჩი ჩემი კონცეფციის. ჩემი კონცეფცია არის ჩემი შინაგანი სამყაროს გახსნა ყველასთვის და ალტერ-ეგოს დამარცხება. ცოტა ალეგორიული სკეჩია, ალტერ-ეგოს ვიზუალიზაცია გარეული ტახია, ხოლო აპეტაიზერზე ის ინსტრუმენტებია, რაც დღემდე გამოვიარე შესარჩევიდან და დამეხმარა იმისთვის, რომ ფინალში მოვსულიყავი. ესენია მჟავე ფრინავი ხალიჩა, რომელიც შედგება მჟავე ალუბლის, ლაიმის, თხილის, კამის თესლის, წიწაკის და მარილისგან. არის დიტრიხას ძის პროდუქტების გუდა, რომელიც შედგება ნადუღი, მდნარი ყველი, გაწურული მაწონი, ომბალო და ნიორი, არის მარცვლეულის ფარი,
რომელიც შედგება წიწიბურის ფქვილისგან, დოლის ფქვილისგან, ჩვეულებრივ თეთრი ფქვილისგან გლუტენისათვის და სიმინდის ფქვილის. ასევე არის კინძის ყვავილის ტყე, რომელიც შედგება დანდური, გარჩეული პარკოსანი ლობიო და ზეთი. ორჩა? ცოტა მეტი დრო ჭირდება იმისათვის, რომ გააგებინო ადამიანებს, რას გულისხმობ. ამიტომ რამდენი დროც დაჭირდება იოს იმდენი ხანი მოგვიწევს მოსმენა. ეს არის გზა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ჩემ შინაგან სამყაროში. დავიწყოთ? კი, შეფ. დიტრიხ, მიესალმები თქვენს კერძს. პირველ რიგში ვიზუალს შევეხები, რომ მომწონს, ხო? მადლობა. ძალიან კარგად შემოდის ეს თქვენი წითელი ხალიჩა, თავისი თხილის ფაქტურით და არომატით. მომწონს ეს გუდაც, უბრალოდ ვისურვებდი, რომ ცოტათი სქელი ყოფილიყო გარე ჯავშანი, აი ამ გუდის, რომელიც ბევრად უფრო ფაქტურულად აღიქვავდა პირი. და შიგთავსში რომ ცოცხლად ქონოდა ის ფოთლები, რომელიც ბლენდირების დროს მოყვა შიგნით, ხო? რომ აი ეს წამოვა, ეს ერთგვაროვანი მასაა ეს соуსი. ამ შემთხვევაში ნაბიჯ წამოვიდა და ეს ყველა გემო და ნაწილობრივ გამითამამებდა ამ რეცეპტორებს აღქვაში. მომწონს ეს პარკოსანი ოჯახიც და პურის აი ეს გრანულებიანი მარილიც ძალიან კარგად აჭდება აი ამ ყველაფერს. მადლობა. ერთადერთი რაც აქვს ის რომ შენც იგივე გაიმეორე რომ ან ბოლომდე ხრაშუნამდე უნდა მიგიყვანა ეს ყველაფერი და უფრო კარგი იქნებოდა და უფრო სახალისო. გემოებს რაც შეეხება ძალიან კარგია და იმიტომ ჭირდება ცოტა სქელი ჯავშანი ამ ყველაფერს რომ ორივე გემო შეიგრძნო. ხორი თლიანობაში ხო? აი ტექსტურა, ეხა როგორცა გაქვს აქ დაბრუნდერებული ეს ყველაფერი მომწონს. ძალიან კარგად უხდება ეს იმჟავეც, სიტყვოც, თხილიც. ნუ ეხა კლასიკაა რომ ესეთი მოტყბო, თხილი ყველს უხდება და რძის ნაწავს. ანარჩენი რა ვიცი, ცუდი არ არის, მომწონს. ვიზუალიც ნორმალური იყო, მით უმეტეს ყველაზე მეტად მომეწონა ის რომ აი ესეთი რაღაც შენებული ისტორია გაქვს, ვერსია გაქვს, კონცეფცია გაქვს და კარგია. მადლობა შეფ. ფაქ ფინიშთან ერთი მირბი ხარ ბოლოს. ხო, ანუ ეგეც უნდა ერთი მარტო რომ ალტერ ეგო დამარცხებული თქვენთან. დიტრიხ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო აქ ნიუანსი ერთ-ერთი რაც იყო არის ის რომ ჯერ ჩემს ბალანსია. ის რომ ეს არის შენი კერძების ვიზუალის კულმინაცია იყო ჯერჯერობით, ანუ დინამიკა რაც ქონდა განვითარების, ეს არის ჯერჯერობით დინამიკის წვერშია, კენწეროშია და მომწონს რომ აქ მოხვედი ფინალში ისე რომ ჯერაც დაგისერვირები, ყველაზე ლამაზი სერვირება ეს ქონია. დიტრიხა პროექტის განმავლობაში იმდენად დაიხვეწა და მისი სერვირებები როგორც გახსოვს არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, დღეს გონია რომ მას ყველაზე ლამაზი აპეტაიზერი აქვს. აბსოლუტურად მიმაჩნია რომ ეს არის მაღალი კლასის სერვირება, რომელიც შეეფერება ფინალს. მადლობა შეფ. მადლობა შეფ გამხნევებისთვის, მართლაც ვამაყობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი თქვენი სიტყვა. ერთ-ერთი ნიუანსი რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა არის პარკოსნების გამოყენება და ეს გადასვლა გემოების და ის კინძი რომელიც ამას ახალისებს და აძლევს სიმდიდრეს იმ წითელ გელსაც შენ გაგკერდა ჟელეს. როცა აზოტში გაყენული კინძის ფოთოლი გამოიტანა მეგონა თანაც არ იყო, მაგრამ იმდენად ადეკვატური კონტრასტი არის ყველაფერთან. იმდენად ახალისებს რაღაცებს, რომ ჩემს ეგ კრავს ამ კერძს როგორც რაღაც საინტერესოს რა. კი რაღაცები შეიძლება დაყოფილიყო სხვანაირად. დიახ. მებიას რომ რაღაცები ქონდა ბო იქნებოდაო, მაგრამ ფაქტია რომ ამ კერძით მე სიამოვნება მივიღე და დავინახე კიდე ერთი ნაბიჯი შენი პროგრესის, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო და მადლობა. შეგიძლია ძალიან წყნარად იამაყო ამ კერძით ჩემ ყოველ შემთხვევაში. მადლობა დიტრიხ. მადლობა. მაყოფილი ვარ სტარტერით.
ეს ჩემთვის ყველაზე რთული იყო. მეგონა რომ ვერ გადავლახავდი და ეს თუ გადავლახე, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრად ვარ რა, არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს დღეს, მაგრამ მე მაგრა ვარ. და ბოლოს ნინო, მადის აღბრძოლელი მაგიდასთან. დემონსტრაცია კი. ნინოს თებში ძალიან ლამაზია, კონცეპტუალურად კარგად მიყვება, ბათუმი აქვს და მგონია რომ ძალიან თანაბარი ბრძოლა არის დღეს. ნინო, პირველ რიგში მოგვიყავი კონცეფციის შესახებ და შემდეგ კერძი აგვიხსენე თუ შეიძლება. ჩემი კონცეფცია თავიდან ბოლომდე მიეძღვნება დღეს ბათუმს, ადგილსაც დავიბადე და გავიზარდე, ქალაქი რომელიც არის ჩემთვის ყველა საყვარელი. აპეტაიზერში წარმოდგენილი მაქვს ცივი გემოები, ზღვის გემოები, ესე ვთქვათ. წარმოდგენილი მაქვს დორადოს ტარტარი, რომელიც არის ლაიმის ფოთლების და ქინძის соусით, ასევე ანანასის ცხარე კრემით და ბარდის პიურეთი. ქადაებში გამომცხვარი კვერცხის გული, რომელიც არის მზის ინსპირაცია. და მოლუსკის ნიჟარაში მოთავსებული არის ცივი სასმელების ინსპირაცია, ლუდის და ლაიმის სორბე. ნინო. ოდესმე თუ გაგიკეთებია ავით საფხულში, ოშტოში მე და ჩემი სამეგობრო ლუდზე და ლიმონის წვენზე და შაქარზე დამზადებული ლიმონადს ვაკეთებთ ხოლმე. მე საყინულეში ვაგდებთ ხოლმე რა. ნაოდა. ანახან არის ხოლმე რომ დაგავიწდება საყინულეში და შეეყინება. და რომ გამოიღებ არის ეს რაღაცა სლარი მასა არის და ფოტოს მოუჭერ და ამოდის ხოლმე და ეს ამოდის ტექსტურა ზუსტად რა. ჩემთვის რაღაც ზაფხულის და მზეზე ყოფნის ასოციაცია გამოიწვია. ერთი ღრუბლები მაკლია აქ და მოდი მივიწვიმა. იქნება. ან ცოტა ზღვა. იქნება შემდეგ კერძი. ანუ შემდეგი კერძი წვიმს. გვერდებით შეფება წვიმიანი ბათუმიც. მაქვს და ასევე ნისლიანი სოფლები, ასე რომ კონცეფციურად კარგად გრძელდება ეს ყველაფერი. აი ერთადერთი პრობლემა რაც მაქვს ამ კერძთან ჯამში არის მიუხედავად იმისა, რომ თევზის სტარტერი არის. თევზი იმდენად გამქრალია. ხები? ცოტა მეტი თევზის არომატი მინდოდა. ხები? ცოტა სუნი მინდოდა თევზის. ხები? ცოტა რაღაცა ეს იცი როგორი კრიტიკაა, ოღონდ რომ არ არის კრიტიკა რა. ანუ ვერ დაუძახა მას კრიტიკას, კერძი არის შემდგარი, დაფიქრი, დაალაგებული. ბონუსად გინდოდა თევზის. ხო, ცოტა მე მინდოდა, აი რომ თევზის ბაზრის არომატი მეგზნო, ესე ვთქვათ რა. რაც რასთან ასოცირებული არის. მაგრამ ეს არის შემდგარი სრულყოფილი კერძი. ნინო, მე მგონი ელი სეზონის მანძილზე შენ ეს რაღაც არ გაგიკეთები. იმიტომ რომ ეს მართლაც აი ესეთი საფინალო, შემდგარი, დახვეწილი და ძალიან კარგი კერძი. მადლობა. გარდა იმისა, რასაც ველოდით ეგ არის. ფინალი როგორიც გვინდოდა რომ დაგვინახა, დავინახა. მომწონს ვიზუალიზაცია, როგორ მოიტანეთ კერძი ჩვენამდე. ჩემთვის უფრო ტროპიკული არომატებია ვიდრე შავი ზღვისპირეთის. соусიც ძალიან აზია და მისაღებია. მადლობა. შეგიძლია აუბრუნდე შენ სადღე. მე დღეს შევძელი ის რომ სეტი დავიწყე იდეალურად და აპეტაიზერით მეც და შეფებიც კმაყოფილები ვართ და ამ რთული ბრძოლის პირველი ეტაპი წარმატებით გადავლახე. მეგობრებო, შეგიძლიათ დაბრუნდეთ MasterChef-ის სამზარეულოში, ჩვენ მალე შემოგიერთდებით. კარგი სტარტი. საუცხოოდ კარგი სტარტი გვაქვს. არ გოც ალბათ ორ კვირიანმა დასვენებამ და ფიქრმა. უფრო მეტად კარგად, უფრო მოფიქრებული, დახვეწილი, აი ეს თუ გააგრძელეს შემდეგი კერძიც ალბათ ხორობის გარეშე და ძალიან გასაკვირად ერთ ყველაზე მაგარი ფინალი იქნება რაც ხონია. ნამდვილად. ყოველ შემთხვევაში დასაწყის ეთყობა, რომ ძალიან ესე კარგად. ნაფიქრი ემოციური რაღაც. ფანტასტიკური. არა, საბოლოოდ მგონი კმაყოფილებიანია. ამადის აღწერის კარგად ვართ. ეხლა თავი რა ორი დავრჩა. და სამი. ეხლა თავი კერძი უნდა გავაკეთოთ და მაგაზე კონცენტრირდეთ რა. ეს უკვე გაკეთდა, ეხლა თავი კერძი. წარმატებები. წარმატებები. ხოჭებთ.
მაშასე დადგა ძირითადი კერძის მომზადების დრო. აპეტაიზერები მორჩა, ჩავაბარეთ წარსულს და ორი დავალება მაშორებს იმ ტიტულს, რისვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიბრძვი. წინა კერძზე არ ნერვიულობდით, იმიტომ რომ გქონდათ ერთი გარბენი უკვე რა და აი ამ კერძზე დავინახავთ, ვინ რა მასალისგან ხართ შეკრულები, ესე ვთქვათ. ძირითადი კერძის მნიშვნელობა მისივე სახელწოდებიდან ჩანს. თქვენ გაქვთ ზუსტად 1 საათი და 30 წუთი დრო იმისთვის, რომ თქვენი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მთავარი კერძი შექმნით. შეგახსენებთ, რომ ძირითადი კერძი არ უნდა ცდებოდეს თქვენს კონცეფციას და ზუსტად უნდა გადადიოდეს მადის აღძურელი ძირითადი კერძისკენ, აი იმ გემოებით, რა გემოებიც მნიშვნელოვანია და აუცილებელი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მადის აღძვრელი, მთავარი კერძი და დესერტი იყოს გზა შენი თავგადასავალის, რომელიც სადღაცამდე მიგიყვანს გემოთის სერვირებით. მეგობრებო, თქვენი ნარატივის წერა უკვე დაიწყეთ, ისტორია წამოწყებულია. ახლა კი მზად ხართ ძირითადი კერძისთვის? დიახ, შენ! გადარაზეთ უკან დასახევი გზები, დღეს ამ სტუდიიდან ვერავინ ვერ გაიქცევა. მაშასე დრო ჩაირთო. გადავედით თავარ კერძზე. ჩემი თავარი კერძი არის გაგრძელება ჩემი მადის აღმძვრელის და ჩემი გამარჯვება ჩემ ალტერ ეგოზე. იქნება ღორისცილა, რომელიც ჩემთვის ყველაზე რთული მოსამზადებელია და ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი. ვიწყებ ცილის დამუშავებას, ვსერავ კანს ჩემი ნაჩუქარიდანით. აუ, რადანაა, ბიჭო? და მაგრა ვარ, დიტრიხ, უკვე მეორე კერძზე ვარ და არაფერი არ დამიზიანებია. ვაყრიმა რელს და ვიწყებ ტაფაზე მოყვანას. მინდა რომ ალბათ დავუმტკიცო ჩემ თავს და შეფებსაც, რომ ამ სული ცილით მივიღებ იდეალურ შედეგს, რაც მიჭირდება. ეს ღორი ხორცია ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ჩემს კარიერაში, როგორც იტყვიან, ჯერ ტაფაზე უბრაწავ, რათა ხრაშუნაკანი კონდეს, შემდეგ ღუმელში გამოვაცხობ, შემდეგ ამოვიღებ და მარინადით დავასრულებ ტაფაზე. всё, ხორცს უნდა მივხედო მარტო რა. უბრაწავ ყველა მხრიდან, ვდებ ღუმელში და ველოდები 45 წუთით. ჩემი მთავარი კერძის ინსპირაცია არის ჩაქონდრილი. ჩემი მთავარი კერძი კონცეფციულად გრძელდება წვიმიან ბათუმში, როდესაც ბებიასთან ვიკრიბებოდით ოჯახის წევრები და შვილიშვილები. ამ კერძს რო ამზადებდით, მომზადების შემდეგ ფოლგაში ვახოდით და ვდებდით ნაკვარჩხალში. ნაკვარჩხალეკაც იქნება? კი. წვიმასთან ასოცირდება, იმიტომ რომ დაახლოებით რამოდენიმე წლის მერე შევამჩნიეთ, რომ ძალიან ხშირად ამ კერძის მზადების დროს წვიმდა. და შემდეგ რომელი კერძის მზადების დროს არ წვიმს ბათუმში? ბათუმში ხო, მაგრამ კონკრეტულად ამ კერძის მზადების დროს სულ წვიმდა და შემდეგ ვაქცია ტრადიცია თვეში ერთხელ დღესაც არ ვკარგავთ ამ ტრადიციას და ვცდილობთ რომ თვეში ერთხელ თუ არა მოვამზადოთ ხოლმე ხშირად. დღეს მე ვამზადებ ჩაქონდრილის დაშლილ ვარიანტს. აქ მაქვს მქონდრის ცოცხალი соуსი, მექნება ქერის რიზოტო, რომელშიც გადაურევ ამ მწვანე соуსს. ვამზადებ შავი ანგუსის სტეიკს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემ კერძში არის ის, რომ ხორცი მომზადდეს იდეალურად. არ მეპატიება ამ ხორცთან არანაირი შეცდომა და როდესაც სუვიდიდან ამოვიღებ, ისე უნდა დავბრაწო, რადგან კანი იყოს ძალიან ხრაშუნა და კარგად დაბრაწული, თუმცა შემდეგ ისევ მაყალზე უნდა დადო და ამ შემთხვევაში არის ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ჩემი ხორცი გადაშრეს და არ იყოს medium rare. ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარ კერძს ვამზადებ, ერთ-ერთი კი არა, ყველაზე მთავარ კერძს ვამზადებ. კონცეპტუალურად ისევ არ გადავახტები და გავაკეთებ ქართულებრივ ყალიას ჩემი ინტერპრეტაციით და კომშიანი, რომელიც არის კომში ჩახარშული შავქლიავთან, შავი ქლიავის ჩირთან და ხორცთან ერთად. ვაკეთებ საქონლის ხორცით. ხორცი უნდა იყოს უნაზესი, ურბილესი. თუ ჩემი ხორცი არ იქნება ნაზი, რბილი, წვნიანი, მედიუმი, ჩემი კერძი ჩავარდება. იმიტომ რომ ხორცი არის თავი აქ. ამომყავს 3 იდენტური ნაჭერი და უნდა დავიწყო მისი დასუვიდება. დასუვიდებასაც ცოტა არასტანდარტულად ვაკეთებ, ვამატებ შიგნით ხავსს, შავი ქლიავის ჩირს, თავი ქლიავის ჯემს, სუნელებით ვაზავებ და 45 გრადუსზე ვტოვებ დაახლოებით 1 საათით. ვაკეთებ ციტრუსის соус, რადგან მინდა რომ ჟავე соуსი იყოს. ვიწყებ ჯერ ხმელი ლემონგრასის
და სიჩუანური პილპილის ნახარშის მზადებას, სადაც ვამატებ ანისის ვარსკვლავს, ვამატებ კარდამონს, შემდეგ ვამატებ ფორთოხლის წვენს, ვამატებ ლიმონის წვენს, ვამატებ ლაიმის წვენს, ვამატებ სამივე ცედრას, მომყავს ტაფაზე წითელი ხახვი, პარალელურად მომყავს მწვანე პომიდორი ტაფაზე. ვაიმე. ბევრი კომპონენტისგან შედგება ჩემი კერძი, რაც ძალიან რთული და სახიფათოა, მაგრამ ეს ხო მე ვარ. რომლისთვისაც ეგ რისკი არ არსებობს, რადგან ეგ განათლება არ აქვს. სტრატეგიული გათვლით დიტრიხს კარგად მიზის საქმეები ძალიან გონია. კარგი ნარატივი შექმნა ძალიან. ნუ ყველაზე გამართლებული კომბინაცია მაგას აქვს, იმიტომ რომ სტარტერიც მე ხორცზე გადასვლა, კარგად აქვს შექმნა. ვინაიდან რადგანაც ეს კერძი ჩემთვის ასოცირდება ნაკვერჩხალთან ნახშირთან, დღეს გადავწყვიტე რომ მოვამზადო საჭმელი ნახშირი, რომელსაც ვამზადებს კასავასგან. კასავა არის ბუჩქოვანი ხის ნაყოფი, რომელიც გამდიდრებული არის სახამებლით. მე მას გამოვიყენებ როგორც ჭმევად ნახშირად და ეს იქნება ინსპირაცია ნაკვერჩხალს. ნახშირი არ იქნება რეალურად ნახშირი იქნება. ნახშირი იქნება რეალურად ნახშირზე მომზადდება, ბოლოს დასრულდება სტეიკი და ეს იქნება ჭმევადი ნახშირი კონცეფციურად. გასაგებია. სამატები. მადლობა. ასევე ვიყენებ ადესას და ადესისგან ვამზადებ ყემალს. ხშირი მორევა რადგან კარგად შესქალდეს. აქეთ იხარშება რიზოტო, ქერის. ესეც მოიხარშება, მალე შემდეგ ღუმელში გავუშვებ გამოსაშრობად. ეხლა ვიწყებ ბროწეულის დაწვას ყალიისთვის. ყალიის პრინციპი არის, რომ იქ არის ჩახარშული ხახვი და ხორცი. მაგრამ ხორცი ვინაიდან მე კომშიანის ბაზით მაქვს, ყალიაში ხახვებს ვიზავ, რომელსაც მე გამოვიყენებ. ბროწეულის წვენში ვამატებ ტომატთან ერთად გახსნილ ყვითელ ყვავილს, სუნელებს, კვაწარახის соуს, რომ კონცეპტუალურად გავყვე აპეტაიზერს. ვიწყებ ხახვების მოთავსებას. უნდა ჩავხარშო ამაში. იო, აბა რა შვები? ვა, ოჯახი. რავი, აი კომშიანი თქვენ ენაზე ჩავადგი ოღონდ ჩემებურად. ეხეთ მაგ ყალია, აბა ნახე ყალია. ჭირდება დედა და დედას აზრი, იმიტომ რომ ყალის ექსპერტი ყავს. იო, ცოტა მარილი. მარილზე ჯერ არ დამისვა. ხო. ცოტა სიტყვა დაკარი. ხო. კაი, ცოტა სიტყვა დაკარი. ცოტა დაკარი. მოდის, მისინჯავს, მაძლევს მითითებებს, ვითვალისწინებ. ასწრებ ყველაფერს. კაი, ეყოფა. ფიქრობ ცოტა სიცხარე ხო არ ვიცი თქვა ამას? სიცხარე მიეცი ცოტადე, წითელი. ხო, მარილს ვამატებ, ყველაფერს ვამატებ, გემოზე ვსვავ და გონია რომ იდეალური ყალია გამიგდეს. იოს ძალიან საინტერესო კერძი აქვს, ძალიან საინტერესო კომბინაცია აქვს, იმიტომ რომ მესხურდა ებრაული კერძის რაღაც საერთო ნაზავს აკეთებს. ნინოს ძალიან კონცეპტუალურად მიდის, ანუ ეს კასავა გამოიყენა, რომელიც საქართველოში ალბათ მესამე ადამიანს კასავა გამოიყენა. აქ არის წალამი, რაზეც უნდა შეუბოლო ჩემი ხორცი ბოლოს. საინტერესო იქნება. ხო, წალამი აქვს ბოლოს უნდა რომ წალამზე დაასრულოს. ხო, ნუ რაც. უნდა გააფუჭო, ხო ეგ არის რა. ძალი. ხო, ძალი, ხო, მაგას იმედი არ გააფუჭო. აბა რა ხდება? ანშლაგია. დაიმდუღრები, მდუღარი არის ზეთი და უნდა გახვიდე. ჩემო გოგონა იციან რომ მე ძალიან ის ვარ. ფიცხი ვარ და დუღარეზეთით კიდე სახიფათო. ცოტა არაადეკვატური ვარ. მეგობრები მოვიდნენ გასამხნევებლად გავაგდეთ. გაიწიეთ და ვცდილობ რომ კონცენტრირდე ისევ იმაზე რომ არ გამექცეს ეს ემოციები და შედეგი არ დამიზიანდეს. ვამზადებ მწვანე ლობიოს პიურეს, რომელსაც შეუღრებ მუხუდოს. ლობიო არ მოიხარშე ჯერ, მაგრამ ამაზე მეტი მოწალვა არ არის საჭირო, ეს დავაბლენდერო. ვაბლენდერებ და იყოს ნათელი არა. შემდეგ საცერზე ვწურავ და ვიღებ იდეალურ მასას, ვამატებ მარილს, ვამატებ ცოტანიერს, ქინძს და პიურე მზად არის. ასევე ვაკეთებ სუნელების ქვიშას, არ ვიცი, შეიძლება აჯიკა დავარქვათ. ეს არის ხმელის სუნელები, სოკოს ფხვნილი, წიწაკა რა თქმა უნდა თვითონ. არახისი უნდა უქნა, ცოტა მარილიც უქნათ, რადგან შეფებს უყვართ მარილი. ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი ყველაზე მეტად. შესანიშნავი პიურე არის. მადლობა შეფ. ეს არის აჯიკა, რომელსაც ფრაგმენტებად გამოვიყენებ სერვირების დროს და რა ვიცი, ჩემთვის ერთ-ერთი აღმოჩენაა, სადაც სოკოს დაფხვნილი სოკოც მაქვს სხვადასხვა სუნელები. რავი, მე მგონი მართლა კარგად. იმდენი რამე უნდა ვაკონტროლდე, დამიწის ზურგზე, რა არ ვიცი. ეს არის სვანური ყველი მუჩლი, რომელიც იქნება ჩემი რიზოტოსთვის.
ვინაიდან რადგანაც არის მძაფრი ყველი, დავაკუბიკებ და ისე დავასერვირებ, არ გადაურევ რიზოტოს. სანამ თუ სურვილი ექნება, თვითონ მიირთმევენ. ტარხუნის და პინის ჭადის ჩიფსები უნდა გავაკეთო. ვიწყებ ჭადის ფირფიტის მომზადებას, ვამზადებ ერთ მასას და მძაღია. არ გამოდის. ჩემს ჭადის ჩიფსებს ახლიდან ვაკეთებ, იმიტომ რომ ტარხუნის გემო ოდნავ მეტი აქვს და მაგის გამო ოდნავ სიმძაღეში გადადის. ეხლა ეს მაინც უნდა გამოვიდეს ისეთი როგორც მე მინდა. არ ვიბნევი, არ ვიჭრები, ვიწყებ თავიდან და მეორე კარგია. ეს არის ჩემი პიდნის და ტარხუნის ჭადის ფირფიტა, რომელიც ახლა უნდა გამოვაცხო. დაახლოებით 15 წუთი დაჭირდება ამას. ხარშავ ქერის და რეალურად ჭირდება 20-25 წუთი, მაგრამ გადის დრო და ქერი არ მოხარშულა. უკვე უნდა მოხარშული იყოს წესდარიგით და ძალიან ნერვიულობ და იმედია მოიხარშება დროის ამოწურვამდე. ცოტა ავნერვიულდი, რადგან ეს ქერი თუ არ მოიხარშება, ჩემი თავარი კერძი ვერ შედგება გარნირის გარეშე. და ყოველ 2 წუთში მოვდივარ, სინჯავ, არ არის მოხარშული მომამდე. უკვე მართლა ავნერვიულდი, რადგან ეს თუ ვერ მოესწრება, ფაქტიურად გარნირის გარეშე იქნება ჩემი კერძი და არ მაწყობს ნამდვილად. ცოტა ბოლო გასინჯვაზე უკვე ქერი არის მოხარშული და მეც შედარებით დავშვიდდი. როგორც იქნა მოიხარშა ჩემი ქერი, გადაურია კონტრის მწვანე соуსი და ხა დაველოდები, კარგად რომ გაუჩნდეს გემოები. სინჯავ ქვიშას, სინჯავ соус და ცხარია. ძალიან ღელავ რომ ყველა ჩემ კომპონენტში რითიც თავარი კერძი უნდა შევუკრა. ან მარილი არის იყოს ჭარბად, ან სიცხარე არის იყოს, არ მინდა რაღაც გემო გამექცეს. აი არ მომწონს რაღაცის გემო და ის არის კონცენტრ უნდა მივხედო რა, თორე მართლა რაღაც соус ვამატებ შაქარს, ვამატებ სინჯავეს, რათა დაბალანსდეს და соуსი დაბალანსებულია. მაგრა ვარ? მაგრა ვარ. გოლ თუ არ გამოწყვება. მინდა რომ მარინადი გარეშე ამოვალო და ისე დავასრულო ახლა. იქნება ციტრუსი, იქნება ნიორი, იქნება ჯინჯერი და თაფლი, რა თქმა უნდა. ძალიან კაია. ამა მაქვს ხახვები ყალიიდან. შევ კონსტანტინე სინჯავს ჩემს ყალიიდან ამოღებულ ხახვს. აუ ჯერ არ არის დასრულებული. აკრია მაგ ხახვს. კიდევ უნდა. კონცენტრირებულ შევიდა. სასწაულ სახეს არის. აი მეც რო არ ელოდები ისეც არის. ხო. არ ვიცი რა. არ ვიცი რა უნდა დავიკითხო ამ ემოციებიდან. ჩემი ნახშირი გაშავდა კარგად. მოიხარშა, ოღონდ ბოლომდე არა, უნდა დაესრულდეს ღუმელში კასავას მოხარშვა. გემოებით ძალიან ახლოს არის კარტოფილთან. ვის გოლს შემატყუეთ მეგობრებო? ნუ ჩემი ფავორიტი უნდა იცოდეთ რა თქმა უნდა. ვიცი, ჩემი ფავორიტი ვიცი. ჩემი კრაში იმარჯვებს ეს. ვაკეთებ ალუბლის ხარეჟელებს. წურავ ალუბალს, ვამატებ სიცხარეს, ოდნავ სითქმოს, ჟელატინთან ერთად ვადუღებ და გადამაქვს სფეროსებურ ფორმებში. და ყველა მინდა რომ სხვადასხვა ზომის იყოს. იმაქვს საყინულეს ჩემი ჟელეები და ვიმედოვნებ რომ გამოვიღებ იქნება შეკრული სფეროსებური ჟელი, რომელსაც რო დავასერვირებ დარჩება ადგილზე. ანგუსიც მზად არის. სუიდიდან ამოვიღე ხორცი, ეხლა უნდა დაისვენოს ოღონდ აუცილებლად ხორცმა და დაბრაწვის მერე უკვე წალამზე დავდებ რომ შეიბოლოს ხორცი. ვიწყებ ტაფაზე მობრაწვას. ეხლა კარგად დაიბრაწება ორივე მხარე და მნიშვნელოვანი არის რომ ხორცი იყოს მედიუმრია. ერთ მხარეს მოუბრაწე, მეორე მხარეს გადმოვაწერე და ამ დროს მოდი შეფ ლუკა. აი დაბრაწული გარსი მნიშვნელოვანია. მერე დადებ შემოვალ მერე? ხო, დავასვენებ. არ გაგიქცეს ხორცი, არ უნდა იყოს ველდანი, არ გვაყადრო შემთხვევით ველდანი ესტეიკი. გარსი რომ დაბრაწული გაქვს, ჯობია რომ მერე ნაკლებად ცოტა და რეარი იყოს შილი. ნინო, შო. და მეუბნება რომ საკმარისია. რეარს მივიღებ. გურერსაც მივიღებ, ველდანს არ მივიღებ. კიდევ კარგი შეფ ლუკა მოვიდა, მაგ დროს თორე უფრო დიდხანს დავტოვებდი ალბათ. ვიღებ ღუმელიდან ხორცს და რას ვხედავთ? ხორცი მღერის. ხორცი მღერის კახურად თან. კანი არის ხრაშუნა და ის შედეგი გვაქვს რაც გვინდოდა. აუ ძალიან კაი არის რა. ყოჩა მართლა დიტო ყოჩა. მინახაში რა ჯიშის ხარ. ხორცი დაცასრულებელია ტაფაზე. მომყავს ტაფაზე, ვბრაწავ გვერდებს. ლიკ მოდი რა. ეს ხალ ტაფაზე დავასხა თუ მერე. ვიცი ხა მაგრამ
შიგნით იქნება. შემდეგ ვამატებ თაფლის ჯინჯერის, ციტრუსების ცედრის соуს. ძალიან კაია ეს. ხო და მაგიტო კაი იქნება მე შეიძლება მე ეს შუაში გაჭერი რა. ხო კარგი. და ძალიან მომწონს ის შედეგი რაც მაქვს. მაინეკანი არ გაფუჭდეს რა. დრო ამოვიღო ჩემი ხორცები და კომშები. ძალიან კაი. ძალიან კარგი. ამა მაქვს ჩემი ხორცი, ძალიან კარგია, ეს ერთი. ძალიან კარგია ეს ორი. არის იდეალური. ამა მაქვს იქიდან დარჩენილი კომშები, ქლიავები, ყველაფერი და სუნით ძალიან კარგი აქვს და სტრუქტურა ძალიან კარგი აქვს. აუ ძალიან კარგი. ვაცხელებ ტაფას და ვათავსებ ჩემ ხორცებს, რომ გარსები შეუბრაწო და ასევე მეორე ტაფაზე მინდა რომ კომში დავაკარამელიზირო შაქართან ერთად. ვიწყებ დაჭრას ჩემი სტეიკის და ეხლა უნდა ვილოცოთ რომ გამოვიდეს ისეთი როგორიც მინდა. ჭრი ხორცის ნაჭრებს ძალიან ნერვიულობ, ცოტა ოდნავ მეტი აქვს მოსული. მეტნაკლებად გვაყოფილი ვარ, თუმცა ეხლა ძალიან დიდი ალბათობა იმის, რომ მაყალზე შებოლვამ შეიძლება გამოაშროს, თუმცა მაინც გემონურ თვისებებს მივაქცევ ამ შემთხვევაში უფრო დიდ ყურადღებას, რადგან ძალიან კარგად იმოქმედებს ხორცის გემოზე შებოლვა. ნინოსკენ ვიხედები და შუქურა აქ დამტებული. ეთყობა მეზღვაურებს უხმობს რომ გულ შემატკივრონ. ნინო მეზღვაურები შენ გულ შემატკივრობენ. რა თქმა უნდა, ვიცით. ვა, ნინო, იმენა, პატარა პიკნიკი მოგვიწყო. კაი აზრია. ძალიან სახლური გემო იქნება, მგონია. უბრალოდ ტემპერატურა არ უნდა გაიქცეს, იმიტომ რომ შავ ანგუსს იყენებს და მისი გამოშრობა მედიუმზე მეტად შეწვა არ იქნებოდა კარგი. რისკავ და მაყალზე ვდებ, შემდეგ საქონლის ცხიმს ვუმატებ და ზემოდან ტაფა, რადგან კარგად შეუვიდეს არომატები. ხორცი ოდნავ უმია, ოდნავ, აი რეარია და არ მინდა ეგეთ მედიუმი მინდა. ვაბრუნებ ისე ტაფაზე და ველოდები დაახლოებით 2 წუთი. ხორცს რო დავასრულებ, ვიწყებ სერვირებას ეგრევე. ამო მაქვს ვასვენებ და ჭრი და ხორცი არის იდეალური. აი ხორცი არის ძალიან კარგი. ჩემი თავარი კერძი არის ისეთი როგორც მე წარმომედგინა ნამდვილად. იმდენად მომწონს ჩემი ხორცი, რომ მგონია რომ არის იდეალური, იდეალური თუ არა, იდეალურთან ყველაზე ახლო რაც შეიძლება იყოს. ახლა ამას დავასრულებ ტაფაზე და ვიქნებით რა ვახართ, მაგრა ხართ. საკმარისია რომ არ გადამიმზადდეს. ხორცი მომზადდა, რეალურად გემრიელია, მაგრამ ცოტა გამომშრალია ამ შემთხვევაში და უკვე არავის არ აქვს იმედი რომ წვნიანი იქნება ჩემი ხორცი. ოდნავ გადამზადდა. ფიქრობ ეხა როგორ დავასერვირო. ვიწყებ სერვირებას და ვერაფერ ვერ ხვდები რა უნდა დავდო. მინდა რომ ეხა შემაქონ სერვირებაზე, მაგრამ არ ამგონია. გვენდობი ინტუიციას და ხელებს და ვიწყებ რაღაც ფორმით აწყობას, როცა არ მომწონს. სერვირებაზე დამეხმარეთ. ვასერვირებ კერძსა ძალიან ნერვიულობ, რადგან არ ვიცი რას მეტყვიან შეფები ჩემ ხორცს. და დიდი იმედი მაქვს, რომ შიგნით დარჩენილი აქვს ის წვენი და ის გემო, როგორც რეალურად უნდა ყოფილიყო. გამომაქვს ჩემი ჟელეები მაცივრიდან, ამომაქვს და არის სფერო. კარგი. ვაწყობ თეფშზე, მაგრამ სანამ მე ხორცი დავჭერი, ჩემი ჟელე გადაიქცა ანტიჟელეთ. წყლად. არა, ეს გაუღვება. იმდენად მჭირდება მე ეს გემო, რომ ვფიქრობ, რომ ჩემ ჟელეს უკვე გაწყლოვანებულს გამოვიყენებ соуსად და ბოლოში მაინც დავასხავ ჩემ კერძს. მგონია, რომ იდეა კარგია, არასდროს არ უნდა გადააგდო ეგეთ დროს ესეთი კომპონენტი, შეგიძლია რომ მეორე სახით გამოიყენო. დარჩა 1 წუთი. ვაკვირდები და ხვდები რომ არც ისე ცუდა არ გაგიტრიხ საქმე, შეიძლება არ შეგაქონ სერვირებაზე, მაგრამ არც გამოგვანცხოვეთ. 10 9 8 7 6 ხელები მეწვა 5 4 3 2 1 და ხელები მაღლა. კერძების მოსამზადებელი დრო ამოიწურა. ეხლა კი გადავინაცვლოთ სადეგუსტაციო ოთახში. მაშასე პირველი კერძი იქნება დიტრიხასი. დიტრიხ კერძი მაგიდას.
გამოგ ჩემი კერძი, ვაგრძელებ ჩემ კონცეფციას. ჩემ სერვირების თებშებს აქვს კარები. ეს კარები ღია მათთვის, რათა იმოგზაურონ ჩემ შინაგან სამყაროში. ძალიან ორიგინალური სერვირება გაქვთ. მადლობა შეფ. ძალიან ლამაზი თებში აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ გემოშიც იდეალური იქნება. დიტრიხ, როგორ გრძელდება შენი ისტორია? შენ თავთან ბრძოლის და ჩემი ისტორია გრძელდება შემდეგნაირად, რადგან მე დღეს ფინალში ვარ, ჩემი ალტერ ეგო დამარცხებულია, ხოლო ჩემი შინაგანი სამყაროს კარი თქვენთვის და ყველასთვის ღიაა, სერვირებაც მაგაზე მეტყველებს. კეთილი იყოს ყველა თქვენთაგანის მობრძანება ჩემ სამყაროში. კერძი მოვამზადე შემდეგნაირად, ცილა ავირჩიე ღორის მუცელი, დაფაზე დაუბრაწე, შემდეგ ხუმელში გამოვაცხე, შემდეგ მოვამზადე მარინადი თაფლით, ციტრუსის კანით, ნიორით და ჯინჯერით და დავასრულე ხორცი. სოუსი არის ციტრუსის, ხმელი ლემონგრასის, იჩუანური პილპილის, პიურე არის მწვანე ლობიოსი და ხმელი მუხუდოს, ეს ქვიშა არის სხვადასხვა სუნელები და ხმელი წიწაკა, დამდუღრილი ზეთით, არახის. არის ასევე მწვანე ტომატისო, მოყვანილი დაფაზე, ტომატიო უკაცრავად, ტომატია და ასევეა წითელი ხახვი, კარამელიზებული შაქარში და ბალზამიკოში, სულ ეს არის შეხ. კანი დგას კარგად. დაადუნე ხო ხედავ. დიტრიხ, პიორიქში ხაზ გაუსვავ პიურეს, უნივერსალურ ქართულ გემოზე დგას და ეს არის რაღაცაც აბრუნებს შენ პიროვნებას ამ საზღვრებში, სადაც წამოხვედეს, თქო, ამ მოვალი წერტილი რაც გაქვს. მაგრამ კერძს ეთყობა შენი ცხოვრება, ის მრავალფეროვნება, ის რაღაც რაც ანახია გამოცდილი გაქვს. კერძს ეთყობა ჩემი ცხოვრება, ჩემი სამშობლო, სად ვიბოჯიალე, რა ვნახე და რა გადმოვეცი შეფებს. ძალიან კარგი პერსონიფიკაცია არის შენი გემოვნების, შენი ვირაობის და ასე შემდეგ. და დიტრიხ, ეს შენ შეძელი, მაგრად ვარ. ერთი რაც არის, ცოტა უცნაური, კარგიც და შემეცუდიც არის, არ ვიცი ზუსტად. ერთად კერძი ბევრად კარგია, ყველაფერი ერთად, ვიდრე ცალსაკი კომპონენტები. საერთოდ ცოტა რთულია ხოლმე, მაგ ყველაფრის მიღწევა, რაც ლუკამ გითხრა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეფი წვალობს იმას, რომ ეს ცალ-ცალკე შეიძლება არ იყოს გემრიელი, მაგრამ ერთად ძალიან კარგ ტანდემს ქმნის. სწორედ ეს არის ის, რაც უნდა დაიჭიროს არეულმა და ისე დასვას ეს ყველა კომპონენტი და ისე კარგად უნდა უხდებოდეს ამ ყველაფერს, რომ ერთ მთლიანობას ქმნიდეს და შენ რავი დღეს ეს მოახერხე ნამდვილად. მადლობა. და აი ეს ყველაფერი, აი ეს სოუსის ვაურე, ანუ ძალიან კარგ ტანდემს ქმნის რა, თავისი გემოებით, თავისი სიმძაფრით, სიტყვოთი, სიმჟავით. ერთი კიდე საინტერესო ნიუანსი დავამატებ, რომ ეს ფორტოხლის სოუსი ეს გაქვს, როცა ერევა ბარდას, მწვანე ტყემლის გემოსადებს. ალბათ კინძის ხარს. ძალიან საინტერესო მოვლენა. ფერდერე გაყვავილებული კინძია და ის არომატი მერე გადადიხარ იმაში. მომწონს პიურე, ძალიან აზია და ძალიან კარგად დასთამაშებს თავს ეს გაყვავილებული კინძის არომატი. ხორციც ძალიან კარგია, მისაღებია, დამარინებული ხახვიც. სოუსი ძალიან მომწონს, მისი სიცხარე და თაფლიც ძალიან ელეგანტურად შემოდის აი ამ ხორცზე და ეს სოუსიც ძალიან კარგია თავისი სიცხარითა და თავისი სიმჟავით. მადლობა დიდი. მადლობა შეფ. ანუ მგონი თაფლი ამდენჯერ ხმარი, ამდენჯერ იდეალურად იხმარე. და მგონი ერთადერთი მომენტია, როცა თაფლს აი ესე კარგად იყენებ. დიტრიხის თაფლის გამოყენება ნამდვილად არ ეშლება და ყოჩახ დიტრიხ ნამდვილად დასაფასებელია. ნუ შეგეშინდებათ, თაფლი არის ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტი, მთავარია სწორად გამოიყენოთ მეგობრებო. მომწონს თებში ძალიან. მადლობა დიტრიხ. ეს თებშები თქვენია, სამიო ესი შეგიძლიათ. წავიღოთ. თებს წავიღებ ნამდვილად. მადლობა. დიტრიხა კმაყოფილია თავის სამყაროს ჩვენებით. შემდეგი არის ნინო. ნინო, გთხოვთ თქვენი მთავარი კერძი ჩვენს მაგიდას. გავდივარ შეფებთან და არ ვიცი ხორცზე რას მეტყვიან, ძალიან ნერვიულობ. ნინო, როგორ აგრძელებ შენ კონცეფციას?
გადავინაცვლოთ წვიმიან ბათუმში, ჩემთვის ეს კერძი ასოცირდება ბავშვობის გემოებთან და წვიმიან ბათუმთან, რადგან როდესაც შვილიშვილები ვიკრიბებოდით ბებიასთან, გვიმზადებდა ჩაქონდრილს და შემდეგ ასრულებდა ნაკვერჩხალზე, როდესაც ასხავდა ფოლკაში. დავაკვირდით, რომ ამ კერძს როდესაც ვამზადებდით, ყოველთვის წვიმდა. ბოლოს გადავაქციეთ ტრადიციად და თვეში ერთხელ ყოველთვის, როდესაც ვიკრიბებოდით წვიმიან ამიჩი, ვამზადებდით ჩაქონდრილს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი გემოებია ჩემთვის და შევეცადე თქვენთან გადმომეცა ჩემი ინსპირაცია შავი ანგუსის სტეიკი დავასუვიდე და შემდეგ დავასრულე მაყალზე. ასევე გარნირად აქვს ქერის რიზოტო, რომელიც არის ქონდრის მწვანე სოუსთან ერთად, სვანურყელ მუჩლთან და ქართულ თხილთან ერთად. აზისისგან მოგიმზადეთ ტყემალი და ისადესა, რომლისგანაც სუფლე მოგიმზადეთ კასტინგზე. ნახშირი მოგიმზადეთ საჭკვები, ასევე კასავასგან. ერთი რჩევა. მიუხედავად იმისა, რომ გავცნობ პრაქტიკა, შავი ანგუსის სტეიქს სუვიდი არ ჭირდება. ოფნის ის დროსაც აფაზე ხდება და გემოზე წვიმის გარეშე ვითარებს ხოლმე. მით უმეტეს იმიტომ, რომ შავ ანგუსს არ ჭირდება, რომ სხვა მის გემოვიდეს, თავისი გემო უნდა ქონდეს. ენად კარგი ხორცია. ისეთი ხორცის ნაჭერი არის, რომ თავისი არომატები ყველაფერი ყოფნის და აფაზე შეწოც კი იდეალურს ხდის. გემო ძალიან კარგი. ოდესის სოუსი შესანიშნავია. ხობა. და ერთ-ერთი ჩემთვის ახაც ამოვარდნილი არის. მან კასავა. მე მომწონს პირადად არაპროგნოზირებადი პროდუქტები რომ გიდევს თვალწინ და უცბად რომ მე სხვა პროდუქტად აღმოჩნდება ხოლმე და მე პირსაც რო ატყუებს და თვალსაც. ამ შემთხვევაში აი ესეთ რადიკალურ ცვლილებას მივესალმები აი ამ თქვენი შავი ნახშირის ხარჯზე. მოსწონს ჩემი კასავა, რომელიც არის ჭმევადი ნახშირი. ხორცი, ხო, ალბათ ცოტა გამოშრა, იმიტომ რომ მანამდე ძალიან კარგი იყო და სანამ შებოლავდი იმან დაწრიდა ეს წვენი. და იმ შენიშვნებს ვიღებ, რის მოსმენაც არ მინდა და მაგრამ გარდაუვალია. გემო არომატი ძალიან კარგად აქვს აღებული აი ამ შებოლვის. შებოლვის შედეგად ჩემი ხორცი გამომშრალია, თუმცა გემრიელი. კომბინაცია ძალიან კარგია. სევრება ლამაზია. კაფეო ნაკლები არ ჩანს. გარდა რა თქმა უნდა ხორცის ნინო, ორკუკინგი. ტექსტურები და ეს ყველაფერი ძალიან კარგია, კარგი აწყობილი კომბინაცია. უბრალოდ აი ეს რაც გითხრეს, რომ პატარა შეცდომები თუნდაც ხორცთან, დანარჩენი გემრიელია ძალიან. საბოლოოდ კმაყოფილი ვარ შეფასებით, კონცეფცია მოსწონთ, ვიზუალი მოსწონთ და მზად ვარ ასევე კარგად გავაგრძელოთ დესერტზე მუშაობა. და ბოლოს იოსი კერძი მაგიდასთან. გავდივარ, გამაქვს ჩემი ნახევრად იდეალური თეფშები. მეხსი. და მეკითხებიან, რომ ეს თეფშები შენ მოამზადეო? შენთან აწეთებშები? კი, შეფ. ძალიან მიხარია რომ მოსწონთ, იმიტომ რომ ჩემი ხელით არის ყველა თეფში აწყობილი. იოს, მოდი აგვიხსენი, როგორ აგრძელებ შენ კონცეფციას, რა მოგვიმზადე, მოგვიყევი ყველაფერი. მე გავაკეთე ყალია, ძველი ქართული ებრაული კერძი და კომშიანის მიქსი, ესე რომ ვთქვათ. კომშიანი არის კეთდება კომში შავი ქლიავის ჭირით, შავი ქლიავის ჯემით, ხახვით და ეგ ერთად დავასუვიდე საქონლის ხორცთან ერთად. ხორცის ქვემოდან არის მოთავსებული ყალის წვენში მოთუშული ხახვი. კომში ამოვიღე და დავაკარამელიზირე შაქართან ერთად. გავაკეთე პიტნის და ტარხუნის ჭადის ფირფიტები. შავი ქლიავის ჭირი მაქვს ასევე. ცხარე ალუბლის ჟელე იყო, მაგრამ გალღვა და соусად არის წარმოდგენილი და ქინძის ზეთი არის გარშემო. იოს, ყალია ხო წვნიანი კერძი არის ზოგადად. და რატო არის ყალია გემრიელი? რატო მოხდეს ყალია? ნუ ალბათ წვნიანი რა. ეს соуსი და ეს თავის გამჯდარი გემოები და რაღაცა. და რატო წაგვართვი ეგ სიამონება? ვფიქრე რომ ხალხში გადმომეტანა, მაგრამ როგორც ჩანს არასაკმარის ადმონს. რაც ფაქტიურად უნდა ყოფილიყო აი შენი კერძის ყველაზე მაგარი ნაწილი, ხო? ყველაზე გამჯდარი გემოები, ხო? ეს არის წვენი. იგივეა როგორც ახლა სიტყვაზე ჩაკაფურს წვენი მოაცილო რა რჩება, ხო? აი აქაც ზუსტად იგივე თემაა, იმიტომ რომ ყალია ეს არის წვენის და იმ არომატების აზავი, რომელიც კლიენტ ხორცს აძლევს არაჩვეულებრივ გემოს და ის ჟელე სახით კარგია, მაგრამ ჯობდა უფრო ცოტა ესეთი სქელი соуსი გაგეკეთებინა და კარგად მოგესხა აი ამ. თეფშის ესთეტიკას შეეწირა ის როგორც соус. ფიქრობ, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი
და 10 მაგად მეტი შრომა მომიწევს დესერტზე, რომ გამოვასწორო ეს ჩემი უაზრო შეცდომა. ჩემ შემთხვევაში შინ არც ვერ წავიკითხე კერძის, რა პირდაპირ რომ გითხრა. შევ კონსტანტინემ კიდე დამიმატა ზემოდან, რომ ვერ ხედავს ამ კერძის არსს. იმდენად უინტერესო ნაჭერი არის ეს რბილის სუქს რომ ეძახიან, ხო? რომ არც გემოაქვს და არც შემდგომ მსგავსი რამ რა. აუცილებლად ჭირდება ხოლმე რომ შეძინო რაღაცა გემო. ამ შემთხვევაში კი გაქვს დაშტამპული გარედან დასოვიდებული, მაგრამ ამ სოვიდის მომზადების დროსაც იმდენად ცოტა გქონდა დრო, რომ აი ამ გემოვნურმა თვისებებმა შიგნით თავი ვერ დაიმკვიდრა რა. კომში შემთხვევაში სინთეზი აი ამ ხორცთან ვერ მომდის და აი ამ ჭადის ფირფიტას ალბათ კიდევ უფრო მეტი გამოშრობა და მტრევადობა მოუხდებოდა ვიდრე არს. მადლობა. არა უშავს, წინ არის დესერტი, დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ იდეალურ დესერტს მომზადებას და გავიმარჯვებ. თუ არ გავიმარჯვებ, ჩემი თავით მაყოფილი მაინც დავრჩები. დაბრუნდით MasterChef-ის სამზარეულოში, ჩვენ კი მალე შემოგიერთდებით. იმედი მაქვს იოსი გაივლის რეაბილიტაციას და დესერტზე თქვენ არა და იდეა ძალიან კარგი ქონდა და მეგონა რომ რაღაც შეცას ძალიან კარგს მოიწონდა. მე პირადად დავიკერე მაგ იდეით. ძალიან კაი მოვიდნენ, მაგრამ რომ წარმოვიდნენ კომში, ხახო ჩანში ერთად რაღაცა და ეს ყალია რაღაცა ძალიან ბროწეული, ძალიან კაი კომპლექსია. ნიოში უფრო კულტურული სარესტორნო იყო ქართული, აი რაც ეხა ახალი ქართული სამზარეულო რაც არის, მაგის მაჩვენებელი იყო. ეხა ეს უფრო გამბედავი და უფრო რაღაცეთი იყო. რაღაც თავისებური ის აქვს, აი გრძნობს რაღაცებს და არტისტია ბიჭი, შიგნიდან არის არტისტი რა. გვეტყობა თუ როგორ ერთული როგორი ძალიან საკმაოდ. მაგრამ უკვე ძალიან ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და გავიგებთ ვინ ხდება გამარჯვებული. დესერტი ავდეს. დესერტი გადაწყვეტს გოგო თუ ბიჭი. კი ბატონო. სადაც ამდენი ერთი ნაბიჯი. რა მგონია რომ უკვე ყველაფერს შევძლებთ. მაშასე დადგა დრო, რომ MasterChef-ის სამზარეულოში თქვენი ბოლო კერძი მოამზადოთ. თქვენ უკვე მოამზადეთ მადის ამორძურელი და თავარი კერძი და ლოგიკურია რომ მხოლოდ დესერტი გაშორებთ MasterChef-ის ტიტულს. უკვე მეოთხე სეზონია MasterChef-ის ერთგული პარტნიორია ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია Sandomi. MasterChef-ის ფინალში დესერტის ტური Sandomi-ის დავალებაა. და ბუნებრივია რომ თქვენი გადამწყვეტი დესერტი უნდა აგრძელებდეს თქვენი წინამორბედი კერძების შინაარსს და კონცეფციას. ეს არის ტკბილი ბოლო. ან მაინც ტკბილი არა, უბრალოდ ბოლო. ეს არის ის პატარა ბალი ნაღებზე, რომელსაც ადებთ, ერთით აგვირგვინებთ თქვენ სეტს. ამიტომ მეგობრებო, სასიამოვნოდ დავამთავროთ და ისევ თუ შეიძლება ჭრილობების გარეშე. ბუნებრივია ამ დავალების შემდეგ ჩვენ გამოვავლენთ MasterChef-ის ტიტულის ფლობელს. ასე რომ მზად ხართ? დიახ, შევ! დესერტის მოსამზადებლად თქვენ გაქვთ ზუსტად საათ ნახევარი დრო. ყურადღებით, დრო ჩაირთო. დარჩა ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე და ვიწყებთ დესერტზე მუშაობას. და ეს არის ჩემი ბოლო კერძი MasterChef-ში, ამიტომ დღეს უნდა მოვამზადო განსაკუთრებული და საუკეთესო დესერტი, ისეთი რაც აქამდე არასდროს მომიმზადებია. მზად ვარ მოვამზადოთ ჩემი ცხოვრების იდეალური და საუკეთესო დესერტი. დაიწყო MasterChef-ის მეხუთე სეზონის ბოლო დავალება. პირველ რიგში ვიწყებთ ხილის მოხალვით. ჩემი დესერტი იქნება ყველასგან განსხვავებული, არ გამოვიყენებ არანაირ ძის პროდუქტს. მიხაკის და დარიჩინის ბისკვიტს ვაკეთებ, რომელიც იქნება ფორთოხლის წვენზე მოზელილი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ, როდესაც ხორციან კერძს მივირთმევთ, იმის შემდეგ 6 საათი არ გვაქვს უფლება, რომ მივირთოთ ძის ნაწარმი. დღეს მინდა ვაჩვენოთ ჩემს ყველა ახლობელს, რომ შესაძლებელია ძის პროდუქტის გარეშეც მომზადო იდეალური და სარესტორნოდ გამომდგარი დესერტი. ეს არის ის დესერტი, რომელიც მაშორებს MasterChef-ის ტიტულს და ამიტომ ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. დესერტს ვასრულებ აჭარის მაღალმთიან სოფელში, სადაც ვატარებ ზაფხულის თითქმის ნახევარ დროს. მექნება ტყის გემოები, მექნება ვიზუალი ისეთი, როგორც შეეფერება ტყეს. ვამზადებ ჩაის პანაკოტას. ჩემ დესერტში არის ყველაზე რთული ის, რომ პანაკოტა მოასწროს კარგად გაციება და ასევე თავარია, რომ გამოვიდეს იმ ვიზუალის, როგორიც მაქვს ჩაფიქრებული. ჩემი დესერტი, რა თქმა უნდა.
როგორც ჩემი ყველაფერი კომპლექსურია. ჩემი დესერტი და კონცეფციის დასასრული იქნება შინაგანი სამყაროს გაშლა შეფებისთვის. ჩემი შინაგანი სამყარო ზაფხულში გრილია, ზამთარში თბილი და შეფებსაც მოუმზადებ გრილ, გემრიელ, ტკბილ, საუკეთესო ლუკმას, რასაც ქვია დესერტი. ვიწყებ პანაკოტის მომზადებას, რომელიც უმნიშვნელოვანესი დეტალია ჩემ დესერტში. ურევ ნახევარ-ძეს და ნახევარ-ნაღებს, ვამატებ ომბალოს. თეთრი შოკოლადის პანაკოტას აგებ, კაცო? მეც პანაკოტას ვამატებ. გადაიწერე თუ რა ქვია? მე ადიტიხა დავემთხვიეთ დღეს, ისიც ამზადებს პანაკოტას, მაგრამ იმედია განსხვავებული გემოები იქნება. ნინოს პანაკოტას ამზადებს, მაგრამ ნინოს პანაკოტა სხვანაირია, ჩემი სხვანაირია, რა ვიცი. პანაკოტა ხო ძალიან ბევრნაირი არსებობს, რა პრობლემაა? იმედი მაქვს, რომ დღეს ჩემი პანაკოტა იქნება უკეთესი. აი რომელი აჯობებს ნახე. გემოებიც გონია რომ რადიკალურად განსხვავებული იქნება და ვნახოთ ვისი გემოაჯობებს ამჯერად. ეს არის ბოლო კერძი. თქვენი თელი დარჩენილი ენერგია, აურა, სული, მონდომება უნდა ჩაიდოს ამ კერძში. ჩემი მთავარი დავალებაა ნახევარ საათში მოვასწრო 3 კომპონენტის მომზადება. პანაკოტა მაცივარში, ხილფაფა უნდა იყოს დაწყებული, მირინგის ფირფიტა ნუშის ფანტელებით უნდა იდოს ღუმელში. ეს არის ჩაის პანაკოტა. მასა არის, რომელსაც ახლა გადავწურავ და შემდეგ შევინახავ. პირველი, რა თქმა უნდა, ვიწყებ პანაკოტას მომზადებას. ვაცხელებ ნაღებს შაქართან და ჩაისთან ერთად. ბოლოს ვამატებ ჟელატინს და ამავდროულად თან ვამზადებ გელს. დაახლოებით 10 წუთში ორივე მასა მზად მაქვს, იმისთვის რომ წავიღო მაცივარში და დაიწყოს გაცივება. შემდეგ გადავდივარ მოწვის კრემის მომზადებაზე. ვამატებ ნაღებს, კაკაოს ცხიმს, შაქარს. ბოლოს ვამატებ კაიმახს, რაც ჩემ კერძს მატებს უფრო სოფლის და ტყის გემოებს. ეხლა დავიწყებ ხის ტოტების ცომის მომზადებას. ეს ტოტები უნდა იყოს იდეალური სიზუსტით, არ უნდა დამემტვრეს. ერთი შეხედვით მარტივი ხის ტოტები არის საკმაოდ რთული მოსამზადებელი, უნდა იყოს დაცული ტექსტურა, უნდა იყოს იდეალური ფორმები. ეხლა იწყება ძალიან რთული რაღაც, ეს თუ არ ამოვიდა, აუტყდება რა. არ მომწონს არც ცომი, არ მომწონს არც ვიზუალი, დრო ბევრი არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად თავიდან უნდა მოვამზადო ცომი. ვაცხობ თავიდან ხის ტოტებს. გამო მაქვს ღუმელიდან და გამოდის ისეთი არის როგორიც მინდა და როგორიც მოუხდება ჩემ ვიზუალს. პანაკოტა მაცივარშია, დამრჩეველი კომპონენტი ატამი ნახევრად გაფრთხნილია. ვაკეთებ ატმის ხილფაფას ფორტოხლის ცედრით, სრირაჩათ და შაქრით. ეს უნდა იყოს მირინგას ფირფიტა, ნუშის ფანტელებით. მირინგის ბაზაც მზად არის, უსვამ პერგამენტზე და ღუმელშია. გასულია 23 წუთი, სამივე კომპონენტი მზად არის და ყოჩა დიტრიხ 25 წუთი არის გასული და ამ დროს დიმიტრი ამბობს, რომ 3 რაღაცა აქვს გაკეთებული, თუმცა მე 4. ეგ რას ნიშნავს? ეგ რას ნიშნავს, რომ სწრაფი ვარ? თუ იმას რომ საკმაოდ რთული რაღაცა გააკეთებ. არა, ძალიან ბევრი დეტალი გავაკეთე მალე. თუმცა მე 4. ძალიან გადაღწერა თავის აჭარის აი ემოცია, მგონი ყველაზე კარგი დასაწყისი გადმოცა შეიძლება. ჩაის იყენებს, ციტრუსს იყენებს, კენკას იყენებს, ამას იყენებს, აი ძალიან კარგად შეკრა ეგ. ასევე იფიხამაც და იოსიც რაღაც საინტერესო რაღაცა. იოსიც აი იქვე მიდის. ჩემი დესერტი იქნება მიხაკის ბისკვიტის, რომელიც არის ჩვენი ტრადიციული. იმისათვის რომ ჩემი ბისკვიტი გამოვიდეს ფაფუკი, არომატული და უგემრიელესი, ღვთის ნაცვლად ვიყენებ ფორთოხლის წვენს და მან გავხსნი უკვე ჩემს გემოებს. ჩემი დომინანტი გემო იქნება ბისკვიტში მიხაკი. ეხლა ვათავსებ ჩემ ცომს ფორმებში და უნდა გამოვაცხო დაახლოებით 170-180 გრადუსზე. ეს რეცეპტი ეკუთვნის დედას და ძალიან მინდა რომ გამოვაცხო მან ჩემი თიამაყოს. იო, აბა რა შვები? რავი, აი, ბისკვიტი შევაგდე შავი ლეკეხის, ნახე. შვენიერია. ეს არის ნუშის რძე, ამით ფინიკით რო ვაკეთებ იმ კრემს. ვინაიდან რძის პროდუქტებს ვერ ვიყენებ, ვამზადებ ნუშისგან რძეს. ამაში ხა ფინიკები უნდა წამოვადუღო. გახსოვს ბავშვობაში ის რაც ფინიკის ნაყინს რომ აჭმევდი ხოლმე. ნუში მოყრილს, ხო გახსოვს? კი ბატონო. შვენიერი. და ვიწყებ მის ფინიკთან ერთად წამოდუღებას, ვინაიდან ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ფინიკის ნაყინი. ბაღიდან რომ გამოვდიოდი ხოლმე, დედა ჩემი უმყიდულობდა ფინიკის ნაყინს, რომელიც იყო ნუშთან ერთად ისრაელში და ვფიქრობ, რომ იმ გემოს გავიხსენებ, რაც ბავშვობაში მქონდა ხოლმე. და ვნახოთ, მე მგონი რომ კარგად მივდივარ.
იოსი საერთოდ სხვა გზით მიდის. იოსი მიდის აი თბილი მძიმე გემოებისკენ. ცოტა მგონია რომ სეზონის შეუსწრამოა, ოდნავ. იმიტომ რომ არაფერი ცინცხალი და ცოცხალი არ არის მის რეზერვში. იდენტობა აქვს, ლეგენდას მიყვება. არ ვიცი როგორ შეაჯდება, სეტში როგორ შეაჯდება, ეგ აკითხვა იოსს. აი, ნახოთ ხო, ცოტა მძიმე გემოებია. ყველაფერი კარგად იმის ჯერჯერობით. ვიწყებ რუბარბის ღეროს მომზადებას. რუბარბი არის ჯადოსნური ტოქსიკური მცენარე. ისი ღერო გამოიყენება საკვებად, ხოლო ფოთოლი შხამიანია. რუბარბზე რა? აუ, რუბარბი. რუბარბზე იმისაზე კარგად უნდა გაწმინდო. დიტრიხა იყენებს ტოქსიკურ მცენარეებს, რომელსაც თუ კარგად ვერ დაამუშავებს, მაგრამ დამთავრდება ჩვენი ფინალი მეორეჯერ გრანდიოზულად. ვამუშავებ რუბარბის ღეროს, რადგან ტოქსიკურია და არ მინდა რომ შეფები ფინალზე მოუწამლო. დიტრიხა იყენებს რაღაც ტოქსიკურ სცენარეს. მგონი აპირებს რომ ყველა დაწამლოს დღეს. რუბარბი როგორ ჯდება შენი მაშინ ფილოსოფიაში? ჩემ ფილოსოფიაში, ანუ გემოების ფილოსოფიაში და ცხოვრების და ჩემი საყვარელი ლიმონადი არის მარწყვის და რუბარბის ლიმონადი. და ეს იმჟავე და სიყვარული ერთად ძალიან მიყვარს. რუბარბის ღერო მოვაწესრიგე, დავჭერი იმ ზომებად, რა ზომებთაც მინდა, დავამატე ფორთოხლის წვენის, შაქარი. დიტრიხ, კარგად დაამუშავე ეგ მცენარე, ხო? მინდა რუბარბი ისე მოვამზადო, რომ სიმჟავე გამოვაცალო და იყოს ხრაშუნა. და პლუს მექნება სორბე ალუბლის, აბსენტით, ნეკერჩქის სიროფით და ტაფით. ახლა შეეფექტი რა მოხდება? ერთად რა მოხდება? ანუ დიდი განსხვავებული გამოხდება. ან ძალიან კაი იქნება, ან კატასტროფა. ვიცი, ზუსტად. ვერავინ ვერ ხვდება ისევ როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, რას ვაკეთებ, რა მიტრიალებს ტვინში. ვიწყებ ჩემი საყვარელი соуსის სრირაჩის გამოყენებას, რადგან მინდა რომ პიურე იყოს ცხარე. ჩემი ხილფაფაც თან მინდა რომ ცხარე იყოს, თან მინდა რომ სრირაჩის არომატიც დაყვებოდეს, თან მინდა რომ ატმის სიგრილეც ქონდეს. თან მინდა რომ ოდნავ ფორთოხლის არომატიც ქონდეს. დიტრიხ, ძალიან ბევრი რამე ხარ გინდა. სინჯავ ამ ხილფაფას და ვერ ხვდები რა დავაკელი რა. რა დაგაკელი? ფორთოხლის სეგრამ ცოტა გემოწა, მარტო ამიტომ ატამი უნდა დავამატო და ნახევარი ვიხმარო. გამოიყენო. გამოიყენო. ნახევარი რას ვიქრობთ? კი, უნდა ატამე. სიცხარე როგორ მოხდა? სიცხარე კარგია. ვიწყებ ახალი ატმის გაფრთხვნას და ზუსტად ვიცი რომ თუ ეს გემო არ დავსვი, დღეს კომპრომისზე ვერ წავალ. ვამატებ ახალ ატამს, ვამატებ ძველი ხილფაფის 30%, სინჯავ ხილფაფას და ეგაა. ხილფაფა კაია ძალიან. სიცხარეც აქვს, ფორთოხლის ცედრაც იგრძნობა. უბერავთ წინ გამარჯვებისკენ. უკან დასახევი ყველა გზა ჩაკეტილია. ეხლა ვაკეთებ გრეიპფრუტის და შამპანიურის სორბეს. ვინაიდან დღეს განსაკუთრებული სტუმრები მყავს, რა თქმა უნდა გავხსნა შამპანიური. ჩემი შამპანიური გამოიყენება სორბეში, რომელიც იქნება გრეიპფრუტთან ერთად. გრეიპფრუტს წურავ, დავამატებ შამპანიურს, ოდნავ შაქარს და მერე უნდა დავააზოტო. ვიწყებ სორბეს გამზადებას. აი ისინი აქ ძალიან თხილად მაგასთან ხო იცი ძალიან თხილად უნდა იმუშაო. ვამზადებ მთელი გულით და სულით, ვინაიდან ეს იდეალური დასაწყისი და თან დასასრული აღვნიშნო შეფებთან ერთად. სორბეს ვამზადებ. სორბე იქნება ალუბლის, იმიტომ რომ ალუბალი ისევე ჩემი საყვარელი ხილია. ვამატებ ტარხუნას, ვამატებ ნეკერჩხლის სიროფს და აბსენტს. და ჯადოსნური ინგრედიენტი. აბსენტი. ესეთი სორბე ჯერ არავის არ გაუკეთებია. ალუბალი, ტარხუნა და აბსენტი და ნეკერჩხლის სიროფი. ესმის, მეტი რა უნდა ვიცი, ამ ადამიანს გემო ესმის ახლა რა. მადლობა შეფ. ფინალში თქვა და არ ხარ, რა გინდა? მადლობა. მე გემოები არ მეშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე 4 ჯერ ყოჩახ დიტრიხ სორბეც იდეალურია. ყველა შენ ექსპერიმენტს ექნება იდეალური შედეგი, ისეთი როგორც შენ გინდა, ისეთი როგორც შენ გულშემატკივარს ჭირდება. დიტრიხ! და იდეალური კონსისტენცია ჯდება. გავბივარ მაცივარში ვდეებ სორბეს და დგავარ და ვფიქრობ რა დაგჭა ეხლა რა. ორი მთავარი კომპონენტი, რომელიც მაცივარშია, იმით უნდა დავიწყო სერვირება, მაქვს დრო და ვერ ვასერვირებ, იმიტომ რომ ისინი არ არის მზად ჯერ. საათნახევრიდან ჯერ საათი და 5 წუთია გასული და არ ვიცი რა გავაკეთებ. ცოტა ენერგიას მოვიკრებ.
ცოტა დრო მაქვს დარჩენილი და დროა რომ გადავიდე სერვირებაზე. ჩემი სერვირებით რეალურად მინდა რომ შეფმა თავი იგრძნო სოფელში, ტყეში. ვიყენებ ნაძვის ტოტებს, ვიყენებ გირჩებს და ვიყენებ ტყის მარწუს. ვიწყებ სერვირებას და ჩემი კონცეფციის დასასრული დესერტი და ჩემი შინაგანი სამყარო ერთად მოქცეული იქნება ზარდახშასში. დღეის ამას იქით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემი შინაგან სამყაროში. ნელა უნდა დავიწყოთ სერვირება ჩვენი ლამაზი და კუსკუსა. ეს იდება აი ესე აქ. ვაკეთებ იზომალტისგან ჩემი თებშისთვის სახურავს, რაზეც უნდა მოვათავსოთ ჩემი იდეალური სორბე. შენი სტილი. რა თქმა უნდა. სტილსაც არ კარგავს. აქამდე რო არასდროს გამომდიოდა, ეს სახურავიც გამომივიდა, ულამაზესია. ეს უნდა დავადო ზემოდან და ამის ზემოდან ექნება სორბე. თან ყველა სხვადასხვა არის, თან ყველა ერთნაირია და მგონია რომ სამი იდეალური დესერტი მექნება დღეს. დარჩა 2 წუთი. საგიჟეთია ცეცხლი უკიდია MasterChef-ის სამზარეულოს და უცებ მესმის გულშემატკივრების სიმღერა, რომლებიც კონკრეტულად არავისკენ არ მიდის, მაგრამ ყველას ერთად გამხნევებს. სამწუხაროდ ვამთავრებ მოღვაწეობას MasterChef-ის სამზარეულოში და ძალიან მომენატრებით ყველა. და აი ისეთი ატმოსფერო შექმნის სამზარეულოში, რომ ვინც არ უნდა მოიგოს, ეს უკვე ყველას გამარჯვებაა. იყო ის კერძი, რომ მომაც შეავსოთ თქვენი ფინალური სეტი. და დადგა დრო მისი დაგემოვნების. მე ძალიან მზად ვარ თქვენ. მოემზადეთ და გადმობრძანდით სადეგუსტაციო ოთახში. დიტრიხ დესერტი მაგიდასთან. გავდივარ შეფებთან ამ ზარდახშაში ის განძია, რაც ჩემი შინაგანი სამყაროა და კეთილი იყოს მათი ფეხი ჩემი შინაგან სამყაროში. დიტრიხ, მოგვიყევი როგორ გაგრძელდა შენი კონცეფცია, როგორ დაასრულე ეს კონცეფციის ნაწილი და რა დესერტი მოგვიმზადა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემი შინაგან სამყაროში. ეს ზარდახშები ჩემს შინაგან სამყაროს წარმოადგენს, ხოლო დღეს ჩემი შინაგანი სამყაროს გემოები იქნება საზაფხულო გრილი. სასიამოვნო, ტკბილი, მჟავე, ცოტა ცხარე. რა გვაქვს აქ? გვაქვს სორბე ალუბლის, ტარხუნის და აბსენტით. გვაქვს პანაკოტა თეთრი შოკოლადით და ომბალოთი. გვაქვს მინინგის პირბიტანუშის პანტელებით. გვაქვს რუბარბი მოყვანილი დაკარამელიზებული პორტოხალში. რუბარბის შევეცადე რომ ხრაშ უნდა დამეტოვებინა. არის ამაყივ დგავარ, მაგრამ მაინც ვწმუტავ, მაინც ვერ ვისვენებ, მაინც მოუთმენელი ვარ. ვაფაციცებ თვალებს, ხან შეფ ლევანს უყურებ, ხან შეფ ლუკას თვალებში, ხან შეფ კონსტანტინებს არ ჩერდებიან და ვხვდები, რომ დიტრიხ მე მგონი მაგრა ხარ. მოდი ესე დავიწყებ, რომ ძალიან კარგია. ძალიან კარგად გავს ყველა დეტალი შესრულებული, აი ეს ტექსტურები რაც არის. და რაც თავარია, აი ყველა ეს ინგრედიენტი, თუნდაც მერინგა, თუნდაც სორბეტი, თუნდაც აი ეს სირაჩის აფა ხო, ძალიან კარგად ჯდება ერთმანეთში. ცალ-ცალკეც ძალიან საინტერესოებია და ჩემი აზრით ვთვლით, რომ კარგი კონცეფციის გაგრძელება და დასრულება. მადლობა შეფ ლევან, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სიტყვები ჩემთვის. ზოგადად დესერტის ნაკლი იდეოლოგიურ დონეზე არის ის, რომ იმიტომ რომ ტკბილია ხოლმე, იმიტომ რომ რაღაც ისეთი კომფორტულია, ძალიან მარტივად გამოდის სასიამოვნო საჭმელი რა. და უმეტესობა ადამიანის ზარმაცობს და მაგის ხარჯზე აკეთებს დესერტს, რომ აი ფუძეშივე
კომფორტული მოვლენა არის. ბევრი საჭმელი დამიგემონებია ცხოვრებაში. ძალიან ცუდ კერძზე, მით უმეტეს დესერტზე მithქვას რომ იდეალური არის. ეს შემდგომ იდეალურია. ჩემი დესერტი არის იდეალური. მადლობა შეფ, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. მოვიგებ თუ არა, უკვე აზრი აღარ აქვს. მე ისედაც გამარჯვებული. მიროსალმები პირველ რიგში შენს კონცეპტუალურ როგორც კერძებს, ასევე ჭურჭელს. რომელიც ძალიან ესე კარგად და თემატურად გადადიოდნენ ერთმანეთში და ბოლოს ეს ზარდახშიც დაგვიმთავრე რომ აგვეხადა და იქ საგანძური გვეპოვა. დიტრიხ, ძალიან დიდი მადლობა, შეგიძლია დაუბრუნდე შენს. და უფრო მეტად ვიმართები ხრებში და ეს დაბალი ბიჭი ნელ-ნელა სათამბრჯენი ხვდები. ეხლა უკვე ვიწყებ ნერვიულობას, რადგან დიტრიქს ამიტომ იდეალურად მოამზადა თავისი დესერტი. მე თუნდაც ერთი დეტალი რომ მქონდეს არასწორად მომზადებული, რეალურად ნიშნავს იმას, რომ დაუმარცხდი. შემდეგი იქნება ნინო დესერტი მაგიდასთან. გავდივარ შევებთან და ძალიან ვღელავ, მინდა რომ ვიზუალურად და გემოვნურადაც ჩემმა დესერტმა მოახდინოს შთაბეჭდილება შეფებზე. ნინო, სანამ დაგისვა კითხვას რა მომზადე როგორ და კონცეფციას როგორ ასრულებ, მინდა გითხრა რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სერვირება რაც ყოფილა MasterChef-ში აქამდე. ნამდვილად ამაყად ვუყურებ ჩემ დესერტს და ვარ ძალიან ბედნიერი ვიზუალით. ეხლა მთავარია დააგემოვნონ და მოეწონოთ. რა მომზადე როგორ შეიკრა შენი კონცეფტი? ჩემი კონცეფცია სრულდება აჭარის მაღალმთიან სოფლებში, სადაც ვატარებ ზაფხულის თითქმის ნახევარ-დროს. წარმოდგენილი მაქვს ჩაის პანაკოტა, რომელიც არის მოცვის კრემით, რომელსაც ასევე აქვს კაიმაღი. არის სარკვევი მიწა, რომელიც არის ნუშის ფქვილით და თხილეულით. ასევე არის ფსტა და ხის ტოტები, რომელიც არის ორცხობილის ბაზარის დამზადებული. რა გინდა რომ გიქნა. და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ხვდები თუ რამდენად მოსწონთ ჩემი დესერტი შეფებს. ნინო, ძალიან კარგია რა. ფანტასტიკური. უგემრიელესი, ლამაზია, კონცეპტუალურად ჯდება შენს იმ თემატიკაში. ზუსტად ასახავს იმ აჭარის უნებას, თას, სიცივეს. არა, მე დღეს ვჭამე საქართველოში ორი ყველაზე გემრიელი პანაკოტა რაც გაკეთებული. კი ბატონო. ეგ არის რეალობა. შეფ ლუკამბურგთან გასიმჭეს ცხოვრებაში ორი საუკეთესო პანაკოტა, ერთი არის დიტრიხას და მეორე არის ჩემი და ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი ჩემი ნამუშევრით. აქამდე სად იყავი? ესეთ ფინალს ნამდვილად არ ვილოდები. მადლობა. მადლობა დაუბრუნდი შენს. ორ გაგი რა გეძინა თაკა ვერ არის ეს კარგად აქამდე მოდიოდი ო კარგად რა ეგეთი რა იპიკე დამოკვირაში და გაგი შენ ამას მოგების ცურვილი აღარ ხვია ამას რაღაც ოჩახ ჩვენ ნინო და ბოლოს იოსი თქვენი კონცეპტუალური დესერტი მაგიდასთან ბოლო ვარ, გავდივარ შეფებთან და მგონია რომ მე იდეალურად დავხურა MasterChef-ის მეხუთე სეზონის ფინალს. ლამაზია. ლამაზის. გითხარით, რა დესერტი მოგვიმზადეთ და როგორ განვითარდა თქვენი ეს კონცეპტუალური სეტი. მე მოვამზადე ჩვენი ქართულ-ებრაული დესერტი. ბისკვიტი არის შავი ლეკეხი, რომელიც მოვზილებ ფორთოხლის წვენზე, ანუ მინდა შეგახსენოთ, რომ ძის პროდუქტი საერთოდ არ აქვს ამ დესერტს. მინდა რომ პირუტყვი ვჭამეთ მანამდე. ფორთოხლის წვენზეა მომზადებული და არის მიხაკი არის ოდნავ დომინანტურად. ქვემოთ არის ნუშის რძის და ფინიკის ანისვარს ყოლთან ერთად გაკეთებული კრემი. ოდნავ ცხარე გოზინაყები მაქვს, იმიტომ რომ გოზინაყი იმდენად მიყვარდა, რომ თვეში ერთხელ მაინც ვაკეთებინებთ ბაბუა ჩემს.
მაქვს გრეიპფრუტის და შამპანიური სორბე, იმიტომ რომ ესეთი რაღაც შემდეგ ყოველს აღსანიშნავად შამპანიური იხსნება და მე მგონი სიმბოლურია, რომ დღეს ბოლო ვარ და შეგერგოთ. მადლობა. სინჯავენ ჩემ დესერტს. იწელება დრო საშინლად. საშინლად დრო არ გადის, გავიყინე. ვეძებ რაღაცა ემოციას, რაღაცა კრიტიკას, ვერაფერს ვერ პოულობ. მომწონს ბისკვიტი. ძალიან ნაზად და ძალიან კარგად დასთამაშებს ეს მიხაკის არომატი. მაგრამ ვისურვებდი რომ აი ამ სიმძიმე ბისკვიტში რაღაცა მქონოდა შიგნით. და ძალიან კარგად აბალანსებს აი ამ ყველაფერს, აი ამ ცქრიალა ღვინოს სორბეტი. მადლობა. პირველ რიგში მინდა იქიდან დავიწყო, რომ მადლობა ესეთი ლამაზი თებშებისთვის, რომელიც შენ გააკეთე. მოიფიქრე ესეთი ქვაზე, იმაზე შუშის ქვის და ასე შემდეგ შეხამება, ძალიან კრეატიულია და ძალიან მომწონს ეს ფაქტი. მადლობა. ძალიან კარგია. ყველაფერი ძალიან კარგად გვაქვს გათვლილი, ერთადერთი აი შამპანიური სორბეს ჭირდება რაღაცა გადამყვანი, ოდნავ სიტკბო. სიგურგე მოხდა ძალიან კაფედი გზნობა ბავშვობის სიმყუდროვე რა. ეგრეა შეფ, ეს არის ის, რასაც მე ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ჭამ და ვსინჯავ. ერთადერთი შეცდომა ჩემთვის სერვირებაში რაც არის, აი ისევ გამომდინარეობს ლევანის ნათქვამიდან რომ ეს ცქრიალა ღვინოს და გრეიპფრუტის სორბე პაეტის გამწმენდი უფრო არის რეალურად რა გამანეიტრალებელია. პირველი მაგით ვიწყებ, მე სხვა რაღაცებთან ისე თამაში ვერ მოდის. მაგრამ გემოები არის უსაყვარლეს ისე ვთქვათ. გონია რომ მართლა იყო ჩემი მოტივი, იმიტომ რომ მე მთელი სიყვარული და მთელი ჩემი არსება ჩავდე ამ დესერტში და სერვირება ულამაზესი და დავთ კაი დაბოლოება შენი კონცერტი. მადლობა. თვალზე ცრემლი მადგება, ბედნიერი ვარ და გონია რომ მე დღეს ღირსეულად დავამთავრე MasterChef-ის ფინალი. დიდი მადლობა. თქვენი საქმიანობა, აი ეს წვალება და მთელი ამბავი დასრულდა, ნერვიულობა. ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას, გადავწყვეტ ყველაფერს დავწონეთ და სულ მალე გადაწყვეტილებით დავბრუნდებით და მთელი საქართველო გაიგებს თუ ვინ იქნება დღეს MasterChef-ის გამარჯვებული. მაშასე მივეგებოთ ჩვენს ფინალისტებს. დიმიტრი შარაშიძე, ნინო ვარშანიძე, იოსი კაკიაშვილი. ნინო დიტრიხ, იოსი, სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა. თქვენ ხართ ამ სეზონის საუკეთესო სამეული, რომელთაგან ერთ-ერთი თქვენგანი გახდება MasterChef-ის გამარჯვებული. MasterChef-ის ტიტული უმაღლესი კულინარიული ჯილდოა საქართველოში. და ბუნებრივია რომ თქვენგან მხოლოდ ერთი მოიპოვებს ამ ტიტულს. თუმცა ჩვენი სპონსორების საჩუქრები მხოლოდ გამარჯვებულისთვის არ არის და მინდა მივესალმოთ ჩვენს სპონსორებს. ჟურნალ გემრიელიასა და ვებ-პორტალ გემრიელია.gis წარმომადგენელი მარიამ აბდუშელიშვილი. გამარჯობა. უპირველესად მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სეზონის წარმატებით დასრულება და ჟურნალ გემრიელიას და ვებ-პორტალ გემრიელია.g თავის რჩეულს გადასცემს არტაიმის სასაჩუქრე ვაუჩერს. ჩვენი რჩეული კი გახლავთ დიტრიხა. ქართული აგროსახლის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლუკას ტურუა. პლანტა MasterChef-ის სპონსორია მისი პირველივე სეზონიდან და ძალიან გვიხარია, რომ შოუ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება და არ კარგავს ინტერესს მაყურებლის მხრიდან. ამისთვის დიდი მადლობა MasterChef-ის გუნდს, მონაწილეებს და რა თქმა უნდა შეუცვლელ ჟიურის. რაც შეეხება ჩვენს რჩეულს, პლანტა სეზონის დასაწყისიდანვე გულშემატკივრობდა ნინოს და ძალიან გვიხარია, რომ მას დღეს ფინალში ვხედავთ. პლანტა სახელით მიულოცო მას და გარავთ საჩუქრად საგზური ყაზბეგში. ნინო, გილოცავთ.
კომპანია Libo Group-ის ბრენდ მელოჩი ჟიზნის მარკეტინგის ხელმძღვანელი ეკა მაღლაფერიძე. მოგესალმებით. მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ წარმატებული სეზონი. ძალიან მიხარია, რომ მელოჩი ჟიზნი თქვენს გვერდით იყო მთელი სეზონის განმავლობაში. ჩვენს რჩეულს მინდა გადავცე ორკაციანი საგზური ბათუმში, სასტუმრო კოლიზეუმში და ჩვენი რჩეული კი არის დიტრიხა. გვიდის კომპანია რთველისის წარმომადგენელი სანდრო ებრალიძე. მოგესალმებით. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პროექტის ყველა მონაწილეს და მოგილოცოთ კიდევ ერთი წარმატებული სეზონი. პროექტის ყველა მონაწილე ჩვენი კომპანიისგან საჩუქრად მიიღებს ჩვენს გამორჩეულ ღვინოებს, ხოლო ჩვენს გვყავს ჩვენი რჩეული, რომელიც საჩუქრად მიიღებს 2000 ლარს. ჩვენი რჩეული კი არის ნინო. ნოსტეს მარკეტინგის მენეჯერი გვანცა ჩაგელიშვილი. მოგესალმებით. ნოსტეს გუნდის სახელით სამივე ფინალით გილოცავთ უკვე მიღწეულ წარმატებას კომპანიის რჩეულს იოსისკენ. სიამოვნებით დავპატიჟებ კასტელო მარეში მეგობართან ერთად. ძის პროდუქტების წარმომადგენელი კომპანიის Sante GMT პროდუქტების ბრენდ მენეჯერი ელა დალაკიშვილი. მოგესალმებით. გილოცავთ სეზონის წარმატებით დასრულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენი ლიდერი პროდუქტების Sante Santino პრეზიდენტ პარმალატით ამზადებდით თქვენს კერძებს. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და სწორედ ამიტომ სეზონის გამარჯვებული პირველივე შესაძლებლობისას გაიმგზავრება კულინარიის დედაქალაქ პარიზში ფრანგული ყველის მასტერკლასზე. საკონდიტრო კომპანია სანდომის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა დარჯანია. მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ სეზონის წარმატებით დასრულებას. საკონტროლ კომპანია სანდომი მოხარულია, რომ იყოთ თქვენს გვერდით მთელი სეზონის განმავლობაში. ჩვენს რჩეულს გადავცემთ ორკაციან საგზურს ამბასადორ კაჭრეთში. სანდომის რჩეული კი არის იოსი. Xiaomi საქართველოს PR მენეჯერი ირაკლი ბიცაძე. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა პირველ არხსა Nova Productions, რომ ქმნით ესეთ საინტერესო და მაღალ ხარისხიან მეგა შოუს. შესაბამისად, Xiaomi-ც ყოველთვის გვერდით იქნება მსგავსი ტიპის მეგა პროექტებთან. ჩვენს რჩეულს კი გადავცემთ 2021 წლის საუკეთესო smartphones. რჩეული გახდა Nino. სტაროპრამენის წარმომადგენელი ლევან ისელიძე. მოგესალმებით. მიხარია, რომ წერს სტაროპრამენი არის მასტერშეფის მხარდამჭერი. სტაროპრამენი თავის რჩეულს იოსის გადასცემს ორკაციან საგზურს პრაღაში სტაროპრამენის სამშობლოში. ნატახტარის წარმომადგენელი ქეთი ჟვანია. მოგესალმებით. ლიმონათი ნატახტარის სახელით მინდა მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს, ჟიურის, ყველა მონაწილეს, ფინალისტებს, ასევე მაყურებელს აქტიურობისთვის. ჩვენ რჩეულს გადაეცემა სამდღიანი საგზური წინანდლის Redison Collection-ში და ასევე საჩუქრად გადაეცემა წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალზე ბილეთები. ჩვენი რჩეული კი გახდა ნინო. კომპანია Carrefour-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ არაჩვეულებრივი სეზონისთვის. მოხარულები ვართ, რომ ყველაზე რეიტინგული და Carrefour-ისთვის საყვარელი კულინარიული შოუს წარმატებაში წელსული ჩვენ შევიტანეთ, ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი და მაღალი ხარისხის პროდუქციის მოწოდებით მთელი სეზონის განმავლობაში. ახლა რაც შეეხება პრიზებს, MasterChef-ის ფინალისტებს გადაეცემათ Carrefour-ის ექსკლუზიური ფრანგული პროდუქციის ნაკრები, ხოლო გამარჯვებულს 5000 ლარის My Club-ის კულა, რაც საშუალებას მისცემს მეხუთე სეზონის MasterChef-ს ეწვიოს Carrefour-ის ნებისმიერ ფილიალს და უგემრიელესი კერძების მოსამზადებლად თავად შეარჩიოს სასურველი ტექნიკა თუ პროდუქტი.
დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატის გენერალური დირექტორი შორენა დარჩიაშვილი. კომპანია თეთრი კვადრატის გუნდის სახელით გილოცავთ წლევანდელი სეზონის წარმატებით დასრულებას. ხოლო მონაწილეებს ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ იმ გემრიელი კვირას აღამოებისთვის, რასაც თქვენ მთელი სეზონი გჩუქნიდით. რაც შეეხება კომპანია თეთრ კვადრატს, თეთრი კვადრატის უკან დგას გუნდი 11 წლიანი გამოცდილებით. ჩვენ თავაზობთ ჩვენს მომხმარებელს, როგორც კომფორტულ ასევე მოქნილ პირობებს, როგორც გადახდის, ასევე ბინის ჩაბარების კონდიციის მიხედვით. რაც შეეხება გამარჯვებულს, ჩვენი კომპანია საჩუქრად გადასცემს ბინას საბურთალოს გულში, მრავალფუნქციურ კომპლექსში შარტავას ქუჩაზე. ჩვენ ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, ვინ იქნება თეთრი კვადრატის მობინადრე. თუმცა სანამ ჟიური არ მიიღებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მანამდე აქ საქმიდან არაფერი გამო. გავართ სამივე ერთად გადაღლილები სიამოვნებისგან და ჩვენ სამივე თავისუფლები ვართ. რაც მოხდება, ის მოხდება. ნინო, დიტრიხ იოსი გილოცავთ დამსახურებულ საჩუქრებს და სანამ მასტერშეფის ტიტულის მფლობელს გამოვაცხადებთ, გვაქვს სურვილი და ასე პასუხისმგებლობა, რომ თითოეული თქვენგანი დავახასიათოთ. ეს ჩვენი შეიძლება იყოს რეკომენდაცია კულინარიის უსაშუალო სამყაროში, მარტივი რჩევა, ან უბრალოდ 1-2 ტყუილი სიტყვა. და იწყება ჩვენი ქება, დიდება, ხოტბა, ვარამი. დიტრიხ. ჩემ კარიერაში შიგადაშიგარი ხალხი, ვინც კულინარიაში შემოდის, იმიტომ რომ ეხალისება და მე რო იგებს როგორი სტრესი და როგორი დამღლელია, ყველაფერის ხალისი უქრება და ნელა ეს თქვა იფანდება. მაპატიეროთ მეგონა თავიდან რომ შენ ეგ ადამიანი იქნებოდი, ვინცაც მაქსიმუმ 2-3 სერიაში ეპიზოდში ეს თქვა ეს სტრესი და ეს გარემო უბრალოდ არასაინტერესო შეიძლება გამختارიყო მისთვის და უბრალოდ ეს თქვა მიევიწყებინა ეს ემოცია და სურვილი. რაც შენ მანახე მე პირადად ამ დროის მანძილზე იყო აბსოლუტური ოპოზიტი. ყოველი ნაბიჯის მერე შენ ყიფავდი ტემპს, ყიფავდი ენერგიას და არ საიდან მოქონდა ის რაღაცები, რაც არავის ეგონა რეალურად რო თქვა რომ შენ ეს ყველაფერი ქონდა. ანუ სურპრიზი, ზღურბლი, უფრო მაღალი ყოველჯერს და უფრო მაღალი ნახტომი. მაგისთვის მადლობა, ეგ უსასიამოვნო სანახავი იყო ყველაფერი. თავიდან მოვედი თავხედი ავანტურისტი, რომელიც 100% დარწმუნებული იყო მხოლოდ მის რეცეპტორებზე, ხოლო დღეს აქედან მივდივარ მოყვარული პროფესიონალი, მაგრამ უკვე მასწავლი. სამივეს ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, აქამდე მოსვლისთვის. ნინო, მიხარია რომ ფინალში ხარ, მიხარია ის ფაქტი რომ გაამართლე ჩვენი იმედები და ოქროს წინსაფარი ბოლომდე გაიტანე ფინალამდე და მიხარია ის რომ წყნარად სტაბილურად თან იზრდებდი, თან იცოდი რას აკეთებდი და ძალიან ისე შვიდად მოხვედი, შენში არ მქონდა ის მომენტი რომ აი შეიძლება გავარდეს, შეიძლება რაღაცა ვერ გააკეთოს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამის იმედი მქონდა და ამის იმედს გვაძლევდი შენ. და მე მიამაყება რომ ვარ მასტერშეფის ფინალისტი. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ბრძოლებისთვის და სისხლისღვრისთვის, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით, რომელიც შემოგთავაზეთ. იოს შენ შემთხვევაში კასტინგებზევე მოგეცი საშუალება რომ მომეცა ერთი შანსი რომ მოხვედროდი იმ 12-ეულში და შენ ეს ისე შეძლიო დღემს უკვე ფინალში დგახარ და იბრძვი პირველი ადგილისთვის. ანუ იმედები გაამართლე რა ვიცი. უბედნიერესი ვარ, რომ მე ნამდვილად არ გაუცრუე დღეს არა მხოლოდ შევ კონსტანტინეს, არამედ არც ერთ შევს იმედები. მაშასე გთხოვთ გავცვალოთ ადგილები და გადმობძანდეთ ჩვენს ადგილას. და პირველად დგებით შეფების ადგილას ჩვენ სამნი. ყველაფერი ამათგირდა, რომ ჩვენ დღეს აქვთ გარიყავით და ესეთი შეფასება მოგვესმინა 3 საუკეთესო შეფისგან. მასტერშეფის ყოველი სეზონი აშენებს შემდეგ სეზონს, წინა სეზონს ესე ვთქვათ. ყოველთვის რაღაც ახალი ხდება, ყოველთვის რაღაც შტამბეჭდავი, რაღაც ცვლილება და
პირველ რიგში თქვენ ხართ ამის ნიმუში, რომ მივიდივართ წინ. რომ დღევანდელი ფინალი იყო ალბათ ყველაზე სრულყოფილი კერძების ეს თუ კრებული, რაც აქამდე ყოფილა ფინალში. ნარად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ფინალიდან რო აიღო, აი ჯამში ფინალებიდან რო აიღო, ტოპ 5-დან 3 კერძი დღეს იყო. კი ბატონო, შეიძლება. კიდევ მინდა ერთი დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ აი ამ სეზონის განმავლობაში თქვენს და დანარჩენ სხვა მონაწილეებსაც გქონდათ იმის შესაძლებლობები და უნარები, რომ თითოეული კერძი დაგეხვეწათ და ახალი სტანდარტები დაგემკვიდრებინათ. და მადლობა იმ თითოეულ მაყურებელს და ჩვენ გულშემატკივრებს, რომლებიც სოციალური ქსელისა თუ ტელევიზორის საშუალებით გვიყურებდნენ. ძალიან მიხარია, რომ საერთოდ ეს პროექტი ჩვენს ქვეყანაში აძლევს ადამიანებს გაიგონ თუ რას ნიშნავს ძალიან კარგად სამზარეულო, თუ რა ჭირდება ქართულ სამზარეულოს, რომ ეს არის კრეატივი, ეს არის უნარები და ეს არის, რა თქმა უნდა, სიახლე, რომლის საშუალებასაც MasterChef-ი იძლევა და რა თქმა უნდა, ქვეყანას ნამდვილად ჭირდება ის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი კრეატიული ადამიანები გაჩნდნენ, წამოვიდნენ ამ სფეროში და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, სიახლეების შემოგთავაზონ. ამისთვის, რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდები, რომლებიც თქვენი სახით აი ესე მოდიან, იზრდებიან და აი ამ ყველაფრის შედეგით მივახცევთ ჩვენ ძალიან კარგ რამეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი აი ამ ყველაფრის შემდგომ და ასე ვთქვათ, უზენაესი არის გემო, რომელიც რჩება ყველაზე მაღალ შეფასებად კულინარიაში, იმიტომ რომ კრეატივიც კარგია, ვიზუალიც კარგია, ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარი გადამწყვეტი რამ არის, რა თქმა უნდა, გემო. ბაშასე წავიწიოთ კულმინაციისკენ. გულისება მატულობს. ფიქრიდან ძალამეცლება. ეს არის ყველაზე ემოციური მომენტი, რაც ყოფილა ამ სეზონში. არა მარტო ჩემი, არამედ იოსის და დიტრიხას გულისცემაც მესმის. და დადგათ, რომ დავასახელოთ ამ სეზონის MasterChef-ის ტიტულის მფლობელი. ძალიან მინდა რომ ჩემი სახელი გავიგო. ვერაფერს ვერ ვქნებ, მაგრამ ბოლომდე გაფხოვებული. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, აუცილებლად ის იმსახურებს. ბაშასე MasterChef-ის გამარჯვებული გახლავთ. MasterChef-ის გამარჯვებული გახდა და MasterChef-ის გამარჯვებულია კაი, მზად ხარ? დიმიტრი შარაშიძე! დიმიტრიხა! შეფებს უყურმესი მადლობა, პროდიუსერებს უყურმესი მადლობა, ოპერატორებს, ჩემ მეზობლებს, ჩემ ქალაქს და ყველა ჩემ გულშემატკივრებს. მე ვარ პირველი მოყვარული მძარეული გამარჯვებული საქართველოს MasterChef-ში. აი